მოგესალმებით, დღეს ვიწყებთ ჩვენი პოდკასტის თავისუფალი მაგიდის მეოთხე ეპიზოდის ჩაწერას. ეს ეპიზოდი იმით იქნება განსხვავებული წინა სამი ეპიზოდისგან და მომავალი ეპიზოდებისგან, რომ საბაბრაჭველი სამწუხაროდ დღეს ვერ იქნება ჩვენთან ერთად. თუმცა ყავს შესანიშნავი სტუმარი, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი, რომელთან ერთადაც დღევანდელ პოდკასტს დავუთმობთ სეკულარიზმზე საუბარს. ძალიან მნიშვნელოვან და მე ვფიქრობ ჩვენი საზოგადოების საინტერესო თემაზე და რაც თავარი არის თუ კი თქვენ გაინტერესებთ ჩვენი პოდკასტის თვალისდევნება, აუცილებლად გამოიწერეთ YouTube არხი მისმინე და ყოველ პარასკევს დაელოდეთ ჩვენს პოდკასტს. ეხლა კი ბექასთან ერთად უკვე შევძლებთ საუბრის დაწყებას და რაც თავარია, როგორც ყოველთვის ყველა პოდკასტში მე ისევ წარმოვადგენ ერთ ახალ ღვინოს. ბექა, ესე იგი რომ აგიხსნათ კიდევ ერთხელ რას ვაკეთებთ ხოლმე, ვცდილობთ პატარა საოჯახო მარნების ბუნებრივი ღვინოები გავსინჯოთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. თან პერიოდულად ღვინის შესახებაც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია და კულტურაა ჩვენი საზოგადოების და ამავდროულად ღვინის ფონზე საინტერესო თემებზეც გავცვალოთ ჩვენი განსხვავებული და თანმხვედრი აზრი, ასე რომ დღეს სწორედ ამ ღვინით მოგვიწევს ამის გაკეთება, ხოლო ბოლოში ვნახავთ ორივენი რა ღვინოზეა საუბარი, ვინ არის მისი დამყენებელი, რომელი ჯიშის ყურძენია და რომელ რეგიონს წარმოადგენს. მოგეთ ესე შეგვიძლია დავწყოთ. ფერი შესანიშნავი აქვს. კი, ქარვისფერი. ღვინოა. მოგეთ შენს სტუმრობას, ჩვენს დახვედრას და თან დავიწყოთ ჩვენი საუბარიც. შესანიშნავი. მოგეთ მე და შენ ბევრჯერ შევხვედრი ვართ ერთმანეთს, ერთად გვიმუშავია, ბევრი გვისაუბრია სეკულარიზმზე, მის მნიშვნელობაზე. მაგრამ მოდი დავიწყოთ ძალიან მარტივით, რას ნიშნავს სეკულარიზმი? ეს მისი ცნება გამარტოთ, ესე ვთქვათ, რომ საზოგადოების გასაგები გახდეს, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე, რომ რაღაც სხვა მნიშვნელობებს ზენენ ხოლმე სიტყვებს, რომლებიც მათ გააჩნია და მე ალბათ გადავიდეთ მის დაბადებაზე, ესე ვთქვათ, და სეკულარიზმი და სეკულარიზაცია სხვადასხვა სფეროებში, ხო? მათ შორის ვილაპარაკებთ კულტურაზე, შეგვიძლია შევეხოთ პოლიტიკას და სამართალს, რა თქმა უნდა, და მათ შორის ჩვენს გამოწვევებსაც, საქართველოს გამოწვევებზეც ალბათ იქნება საინტერესო. გამარჯობა გიორგი, ძალიან მიხარია შენთან სტუმრობა, მიხარია რომ დაიწყე ასეთ შესანიშნავი გადაცემების ციკლი და დიდი პატივია ჩემთვის შენთან ერთად ჭექაღვინის აწევა. მით უმეტეს გადაცემაში. რაც შეეხება სეკულარიზმს, რაღაცნაირად დავაკავშირო ღვინოსთან, შეიძლება ერთ-ერთი მკვლევარი სეკატორს უკავშირებს ამ სიტყვას, ვინაიდან ეტიმოლოგიური ძირი არის სეკ. ლათინური სიტყვის, რაც ჩაჭრას ნიშნავს და შეგვიძლია კონტექსტი გავხსნათ და გამიჯვნოთ, თარგმნოთ მისი შინაარსი, მაგრამ კონკრეტულად თქვათ, აი პავლე მოციქული ამ სიტყვას მიმართავს, უბრალოდ თარგმანი ვულგატა ბერძნული წერილებისა პავლე მოციქულის იყენებს სეკულაემ, ანუ საერო დროს ჟამს ერთი სიტყვით იმ დროს, რომელიც მიემართება წუთისოფელში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ყველანი. ამ თვალსაზრისით ყველანი სეკულარულები ვართ, ანუ ვიმყოფებით დროში. ვარსებობთ და ცხოვრობთ დროში. თუმცა მეორე შინაარსიც აქვს ამ ცნებას, ეს არის დაზიანებული დრო, თუ შეიძლება ასე ითქვას. დრო, რომელიც მიჯნავს წუთისოფელს მიღმური უკეთესი სამყაროსაგან, ესქატოლოგიური დროისაგან. ამ თვალსაზრისით პირველი სეკულარისტი, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის ნეტარი ავგუსტინე. ის საუბრობს თავის შესანიშნავ თხზულებაში ორი ქალაქისას მიჯნავს ღვთაებრივ ქალაქს, ზეციური იერუსალიმს და მიწიერ ქალაქს ერთი მეორისგან. ის საუბრობს იმის შესახებ, რომ ჩვენ ყველანი სეკულარულები ვართ მიწიერ ყოფაში, წუთისოფელში და იმდენად რამდენადაც ჩვენი დრო მიედინება, ოღონდ არ ვიცით, როდის დადგება აღსასრული დროისა, როდის დადგება ბოლო ჟამი, როდის მოაწევს ბოლო ჟამი. ამ თვალსაზრისით ყველანი მეტნაკლებად თანასწორები ვართ ამ კუთხით და ადამიანებს აქვთ
არჩევანი რელიგიური თვალსაზრისით იყვნენ რელიგიურები თუ არ იყვნენ რელიგიურები. ამ კუთხით ის საკმაოდ ტოლერანტულია ამ შემთხვევაში რელიგიურ არჩევანთან მიმართებით. მაგრამ ეს მაინც დაზიანებული ჟამი, იმდენად ადამიანებიც ცოდვით არიან, ასე ვთქვათ, დაღდასმულები და ისინი სრულყოფილ რეალობას ვერ ქმნიან, ხოლო ხელისუფლების არსებობის მნიშვნელობა გააზრებულია როგორც წუთისობელში ბოროტების შეზღუდვის, ჯოჯოხეთის შეზღუდვის აუცილებლობა. ესე იგი, სახელმწიფოს საქმე არის, რომ არ დაუშვას ჯოჯოხეთის გაბატონება, აბსოლუტური ბოროტების გაბატონება დედამიწაზე. ხო, ესე ვთქვათ, თუმცა ესე ხდება ხოლმე, რომ სახელმწიფოები, რომლებიც ვერ ახერხებენ იმაზე იმის მოგვარებას ადამიანებს, რაც მათი ფუნქციაა, ხშირად მერე სწორედ იმის კეთებას იწყებენ, რაც მათი ფუნქცია არა და პოზიციონირებას, რომ ღმერთის სახელით აკეთებენ რაღაცებს, როცა აღარ შეუძლიათ ხალხის სახელით გააკეთონ ის, რაც ხალხს ჭირდება და რაც ხალხი მათგან მოელის. მაგრამ მოდი ქრისტიანობამდე პერიოდსაც მე მგონი კარგი იქნება, თუ დავიწყებთ ხა, შევედან თუ ამოვყვებით კაცობრიობის ისტორიას, რაზეც თვალი მიგვიწვდება და რაც დაწერილა, რაც შემონახულა, ხო, ეხლა იმიტომ რაღაც პერიოდი, რომელზეც მხოლოდ ჩვენი წარმოდგენები გვაქვს, ხო, მაგრამ რაღაცებზე არის, ხო, აი ძველი ეგვიპტე რო წარმოვიდგინოთ და წარმოვიდგინოთ ეგვიპტეს მეფეები, ხო, რომელსაც მე მოგვიანებით ფარაონებს დავარქმევთ ჩვენ. ხო, ისინი თავს აცხადებდნენ როგორც ღმერთები დედამიწაზე. ანუ ისინი იყვნენ ამ ქვეყანაზე არსებული ღმერთები და თავის ძალაუფლებას მათ შორის რატომ მართავდნენ ხალხს, რატომ მართავდნენ საზოგადოებას, რატომ მართავდნენ სახელმწიფოს, ამყარებდნენ სწორედ მათ ამ ზებუნებრივ ძალაზე. და ნუ ესე არ იყო მარტო ძველ ეგვიპტეში, ხო? ესეთი იყო ბაბილონია, იყო და ჰამურაბის, ხო, შესახებაც ჩანაწერები ესეთია და ბევრი ძველი სახელმწიფო მოკეთ ამ იდეაზე იდგა, თუმცა რაღაც ადამიანები რაღაც მომენტში ხვდებიან, რომ მათი მართველები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ნუ ყოველ შემთხვევაში მათგან არსებითად განსხვავებულები არ არიან. ისინი ძიბადებიან და ისინი წვდებიან და რაღაც აქ ახლიციება უწევთ ადამიანებს იმის გასამართლებლად, რატომ აქვს ძალაუფლება მართველებს. აი მოდი ამ ეტაპს შევეხოთ, მე ჩემს საინტერესო არის ქრისტიანობაში და ქრისტიანულ კულტურაში, ანუ იმ სახელმწიფოებში, სადაც ქრისტიანობა როგორც სახელმწიფო რელიგია ცხადდება, აი როგორ იწყება ეს, რომ მეფეები ცხადდებიან ღმერთის მოვლენილებად და უფრო მეტიც მოდი ცოტა ძველ აღთქმაში წავიდეთ და სამუელის გამეფებაზეც შეგვიძლია მგონი რაღაც ინფორმაცია გავცოთ, იმიტომ რომ ამ სამუელის გამეფების ეპიზოდი მე ჩვენ გვხვდება მე-18 საუკუნეში, როდესაც ტომას პეინი ხსნის, რომ სინამდვილეში ხო, ამაზე მოდი სამუელი დავიწყოთ და ამოვყოთ მე მგონი. მოდი უფრო გავშალოთ, მე უფრო გასაგები რო ხალხსაც აზულაპარაკობთ, ხო, ეს უფრო გასაგები რო იყოს, ესე იგი შეიძლება ითქვას, რომ მონოთეისტობამდელი სამყარო მანამდე სანამ გაჩნდებოდა ან ზოგიერთის აზრით აღდგებოდა მივიწყებული მონოთეიზმი, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მაგიური სამყარო, რომელშიც ყველაფერი საკრალიზებულია. დინარე, ტყე, ქვა, ცხოველი, ადამიანი განსაკუთრებული საკრალიზებით სარგებლობს, რასაკვირველია, ხელისუფლება და ჩვენ არ ვიცნობთ ფაქტობრივად იმგვარ მართლობას, იმგვარ სახელმწიფოებრივ სტრუქტურას, რომელიც არ იყოს საკრალიზებული იმგვარ მეფეს ან იმპერატორს, რომელიც არ აცხადებდეს თავს ან ღმერთის წარმოვლენილად, ან თავად ღმერთად დედამიწაზე. იქნება ეს ჩინეთის იმპერატორი, ჩინეთს საერთოდ ცისქვეშეთი ქვია, ხო? ცისქვეშეთის იმპერატორი ფაქტობრივად ღმერთია სამყაროში. ეგვიპტის იმპერატორი უზენაესი ქურუმია და უზენაესი მმართველია. აქაც შერწყმულია რელიგიური და საერო ძალაუფლება. რომის იმპერატორი, პირველი რომის იმპერატორი, ავგუსტუს კეისარი თავს ღმერთად აცხადებს და ღვთაებრივად აცხადებს უпростоრეთ იმპერატორის პოზიციას და საგანგებო რელიგიურ რიტუალებს ქმნის იმპერატორის კულტის თაყვანისცემის მიზნით, რის გამოც შემდეგ ქრისტიანები ისჯებიან კიდევაც, ხო? ჩვენ ვერ შევხვდებით, ვერც ინდოეთში მაგალითად, სადაც აი თუ შევხედავთ ამ კასტურ სისტემას, კასტური სისტემის სათავეში დგანან ბრაჰმები, ბრაჰმანები, ანუ სასულიერო პირები და სასულიერო პირები იძლევიან კურთხევას, ასე ვთქვათ, საერო მმართველობისათვის და ასევე ძველ აღთქმაშიც პირველი მმართველობის ფორმა არის წინასწარმეტყველთა მმართველობა, ხო, სწორია, წინასწარმეტყველები არიან ის ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ ირჩევს ღმერთი და რომელთა მეშვეობით ღმერთი, იაჰვე, ბიბლიური ღმერთი გამოთქვავს თავის აზრს
ერის ცხოვრებასთან დაკავშირებით, მაგრამ ებრაული ამისგან რაც მე მეფე ხდება. კი ბატონო, მან საინტერესო მომენტია, იმიტომ რომ მანამდე სანამ სამეფო ხელისუფლება დამკვიდრდება ის სამუელის ხელისუფლების შემდეგ დავითი, ხო, დამკვიდრდება ისრაელში, უაღრესად კრიტიკული პოზიცია არის გამოხატული სწორედ წინასწარმეტყველთა მიერ სამეფო ხელისუფლებისადმი. წინასწარმეტყველი ამბობს, რომ შეხედეთ წარმართებს, როგორ ბატონობენ მათზე მეფეები და ჩვენ შორის ასე არ უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვემორჩილებოდეთ მხოლოდ საღვთო ინსპირაციის ხმას, რომელიც მიეწოდება ადამიანს, მიეწოდება ერს, წინასწარმეტყველთა პროფეტების, ნებიიმ, ასე ქვია, ხო, მსაჯულების მეშვეობით. ანუ აქაც თეოკრატიულია არსებითად მართვა, ოღონდ სამეფო ხელისუფლებასთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ უფრო საინტერესოა გამომიჯნოთ ერთი მეორისგან მონოთეისტური და პოლითეისტური სამყარო. თუ კი ვთქვათ, პოლითეისტური სამყარო არის მაქსიმალურად საკრალიზებული, იმიტომ რომ ის არის სივრცეზე ორიენტირებული და ნებისმიერი გოჯი სივრცისა იქნება ეს მთა, როგორც მაგალითად ოლიმპოს მთა, სადაც ღმერთები ცხოვრობენ, იქნება ეს წყალი, პოსეიდონის საბრძანებელი, იქნება ეს ტყე, იქნება ეს ქვა თუ ხე თუ ცხოველი, ყველაფერი საკრალიზებულია, ხო? და ამავდროულად საკრალიზებული, როგორც გითხარი, სამეფო ხელისუფლება, ღმერთი არის მეფე. ესე იგი, აქ რა დისპოზიციას ვხვდებით? ფაქტობრივად ადამიანი მხოლოდ უნდა ემსახურებოდეს რელიგიური თვალსაზრისით გარე სამყაროს, ბუნებას. მაგრამ სად არის კრიტიკის შესაძლებლობა? მონოთეიზმი, როდესაც სამყაროდან გაყავს ღმერთი, აი ამ ახალ მოძღვრებას, ებრაულ მოძღვრებას, აძლევს იმის შესაძლებლობას ადამიანს, რომ გაჩნდეს წერტილი, რომლიდანაც შეიძლება შეფასება სამეფო ხელისუფლების, საერო ძალაუფლების, კრიტიკული შეფასება და არა მარტო საერო ძალაუფლების, არამედ რელიგიური ძალაუფლებისაც. და ამას ხედავთ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ძველაღთქმაში, წინასწარმეტყველთა ტრადიციაში, სადაც წინასწარმეტყველები იქნება ეს ესაია, იქნება ეს ერემია, იქნება ეს ეზეკილი, ოსია თუ სხვა, ამხელენ როგორც საერო, ასევე რელიგიურ ძალაუფლებას. ამის შესაძლებლობას აძლევს სწორედ მონოთეიზმი და კიდევ ერთი რაღაც მინდა ვთქვა, მონოთეიზმი არის ფაქტობრივად განჯადოება სამყაროს, ვინაიდან მას გაყავს ყოფიერებიდან, ონტოლოგიიდან გაყავს ღმერთი და ღმერთი არის აბსოლუტურად ტრანსცენდენტური. ღმერთები ესე შეგვიძლია ვთქვა, ხო, სახელმწიფო, იმიტომ რომ ერთი ღმერთიც არ არის მარტო ანუ ებრაული ტრადიცია იცნობს მონოთეიზმს, მაგრამ ეგვიპტური ტრადიცია, აი თქვათ, აი ცნობილი რეფორმების შემდეგ იცნობს მონოლატრიას, ანუ ერთი ღმერთის მსახურებას. ხოლო ბერძნული ძალიან საინტერესოა ამ თვალსაზრისით ბერძნული ფილოსოფია, იმიტომ რომ ბერძნული ფილოსოფიური ტრადიცია განსხვავდება ბერძნული რელიგიურ-კულტურული ტრადიციისაგან, იმიტომ რომ პლატონიც და არისტოტელეც იცნობს საუბრობს ერთი ღმერთის იდეაზე. აი მაგალითად პირველ მამოძრავებელი არის ფაქტობრივად ის აბსოლუტურად ტრანსცენდენტური, აბსოლუტურად მეტაფიზიკური გააყენებული ღვთაებრივი. სოკრატე რამაც შეიწირა საბოლოო ჯამში იდეაში ეგ იყო, რომ ამბობს, რომ ათენა ესეთ სახით არ არსებობს. ათეიზმის გამო და ნუ ამის გამო მე ეს ომში მარცხება. ათეიზმში დაადანა კრეხელობაში დაადანაშაულეს. კი ბატონო, კრეხელობა იყო ერთ-ერთი დალდება და თან ეს საინტერესოა, რომ იმიტომ დაადანაშაულესთან რომ ომი წააგო ათენმა და დაბრალდა სოკრატეს. იმიტომ შე რო ღმერთზე ესელაპარაკო ეს არის და მე ვიცით რომ მას ამის გამო სჭიან და ასამართლებენ ხომ კრეხელობის დანაშაულისთვის. ჩვენ მე სხვა კრეხელობისთვის დაჟილ ხალხსაც შევეხებით ალბათ გზადაგზა, ხო, ბუნებრივად მოგვიწევს ამაზე საუბარი, მაგრამ აი იქ რო დავბრუნდეთ მაინც ხო, ჩემთვის საინტერესო არის, რომ უკვე მას შემდეგ რაც დასავლურ ცივილიზაციაში რეფორმაცია საკუთარ შედეგებს მოიტანს, ეს არ არის დაგეგმილი პროცესი, მაგრამ ბუნებრივად ისე ვითარდება მოვლენები, რომ საჭიროება დადგება რაღაც უფრო მკვეთრი მიჯნების პოვნის საერო ხელისუფალსა და სასულიერო იერარქებს შორის, მან და აი საზოგადოების ასახსნელად იმისთვის, რატომ არის მეფე ან მართველი, რატომ უნდა იყოს გამომიჯნული სასულიერო ხელისუფლებისგან, სწორედ ამ ძველი აღთქმისეულ არგუმენტს იყენებს ტომას პეინიც, ახლა ნახსენეთ და სამუელის გამეფება, ხო რა არის, ხო, ანუ როგორც აღნიშნე, მამა ღმერთს თუ სწორად მახსოვს სოლომონი
ეუბნება რას ითხოვს ხალხი. ხალხი ითხოვს, რომ მათაც ყავდეთ მეფე როგორც სხვა ხალხებს. და ამაზე მამა ღმერთი ბრაზდება, იმიტომ რომ ერთად მეფე მე ვარ სინამდვილეში და მაგრამ თუ კი ხალხი მაინც ამას ითხოვს, საბოლოოდ თანხდება თუმცა კანდიდატს მე თავად თავაზობს, ასე თქვა. ხო, მაგრამ ეს არ შლის ამ თეოკრატიული მმართველობის სისტემას, არსებითად არ შლის. მაგრამ პრობლემა საკითხი ის არის, რომ გაყავს უბრალოდ ღმერთი ყოფიერების მიღმა, რაც შესაძლებლობას აძლევს, როგორც გითხარით, კრიტიკული დისტანციის გაჩენისა. უფრო მეტიც ამბობს, რომ მეფე მე ვარ, მაგრამ ადგილზე მეფე შეიძლება ყავდეთ თუ კი ხალხს გინდათ, ხო ეგ არის. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი კიდევ ის, რომ ძველ აღთმაში ხვდებით მნიშვნელოვან გადასვლას მაგიური და რიტუალური რელიგიიდან ეთიკური რელიგიისაკენ. ესეც შეგვიძლია ჩავთვალოთ სეკულარიზმის უადრეს ფორმა, თუმცა რელიგიის შიგნით არსებული სეკულარიზაციის ფორმა. რას გულისხმობ? მაგალითად, ისაია წინასწარმეტყველთან, პირველივე თავში, ისაიას წიგნის პირველივე თავში ხვდებით შემდეგ რეჩიტატივს, ასე ვთქვათ, ღმერთისა, ისაიას პირით გადმოცემულს, სადაც ღმერთი ეუბნება თავის ხალხს, რომ მომბეზდა თქვენი მსახურებები, მომბეზდა თქვენი შაბათობები, ნუ მოდიხათ და ნუ მიტალახებთ ტაძრებს, იმიტომ რომ თქვენი ხელები ამოგანგლულია სისხლში. წადით, შეინანეთ, ქვრივს და ობოლს დაეხმარეთ, სიკეთე ხმენით, ნუ ჩაიდენთ ბოროტებას, ნუ ჩაიდენთ მკვლელობას და შემდეგ მოდით და დამენახეთ ასე ვთქვათ მონანულები, დამენახეთ კვლავ მე. ამ ეტაპს კაცობრიობის ისტორიაში კარლ იასპერსი, ძალიან ცნობილი ეგზისტენციალისტი, ფილოსოფოსი, უწოდებს ღერძული დროის გაჩენას, ესე იგი ეთიკური რელიგიების გაჩენას და იგივე ეტაპს ჩვენ ხვდებით, იგივე ასე ვთქვათ, გარდასვლას ჩვენ ხვდებით როგორც ბუდიზმის გაჩენის შემთხვევაში, ასევე ინდუისტურ რელიგიაში, მაგალითად აი უპანიშადების კულტურა, სწორედ ამ ეთიკურ მხარეს ანიჭებს უპირატესობას რიტუალურ მხარესთან მიმართებით. მაგალითად, უპანიშადებში ხვდებით ესეთ ლექს, ესეთ უპანიშადს, სადაც საუბარია არაძალადობაზე და მიჯნავს არაძალადობას რიტუალებისგან. არაფერი იმაზე უფრო მეტად არ აღასრულებს უზენაესის ნებას, არც ერთი განბანვა, არც ერთი წიგნის წაკითხვა, არც ერთი მარხვა, არც ერთი ლოცვა არ აღასრულებს იმაზე უფრო მეტად უზენაესის ნებას, ვიდრე კაცი, რომელიც თავისუფალია სისასტიკისგან. ეს არის ერთგვარი სხვა განზომილება რელიგიურობისა, ერთ მხარეს არის ეს რიტუალური რელიგიურობა, მაგიური რელიგიურობა, რომელსაც იცნობს კაცობრიობა უდიდგანვე, რომლის გარეშე ჩვენ არ ვიცით ფაქტობრივად არც ერთ საზოგადოებას არ ვიცნობ და მეორე მხარეს არის უკვე ეს ეთიკური პოზიცია რელიგიასთან მიმართებით. აქ საინტერესო არის ეს გამახსენდა ილია ჭავჭავაძეს აქვს ერთი ძალიან კარგი წერილი, აღდგომის მისალოცი წერილი და იქ სწორედ ხაზგასმას აკეთებს იმაზე, რომ ახალმა აღთქმამ და მაცხოვარმა 10 მცნების ახლებური ინტერპრეტაცია მიცა საზოგადოებას, როგორც ამბობს, ხო? თუ კი მანამდე იყო არაკაცკლა, ილია ამბობს, რომ მაცხოვარმა გითხრა, რომ ისე იცხოვრე, რომ ხალხმა ცხოვრება შეძლონ. ანუ უბრალოდ მოკულა კი არ არის, არამედ ცხოვრებაში აძებ. არა იპარო კი არ არის, საკმაოდ შენ არ მოიპარო, არამედ ისე იცხოვრო, რომ არ იპარავდნენ. და ეს რატო გამახსენდა ახლა ეს, რომ ანუ აი იდეა რომ გავაგზავნოთ, რაზეც საუბრობდი, ხო? მაგის ალბათ ლოგიკური გაგრძელება ახალ აღთქმაში, როგორ ესმის ეს თეორია, როგორ ისმის ახალი აღთქმიდან ეს თეორია სამარიტელის იგავთან მიმართებით. ახალ აღთქმამდე აუცილებლად უნდა მივსულიყავით, მაგრამ მანამდე სანამ მივიღოთ, აი 10 მცნება ახსენდა, ამ 10 მცნების შესახებაც ვიტყვი. შეიძლება ითქვას, რომ ამ ანტიმაგიური რელიგიურობის გამოვლინება არის სწორედ 10 მცნება, იმიტომ რომ პირველი 3 მცნება გვევნება, რომ ფაქტობრივად არ უნდა ახსენო ღმერთის სახელი. ამაოდ და ებრაელი ერი მხოლოდ ერთხელ წარმოთქვამდა ღმერთის სახელს, ისიც მისი მღვდელმთავრის პირით, როცა ის შედიოდა ტაძარში, ამ წმინდა სახელს მხოლოდ ერთხელ წარმოთქვამდა წელიწადში ერთხელ, არ უნდა გამოსახო ღმერთი არსად და არ უნდა იყოს სხვა ახალული ღმერთები შენთვის, ხო? მთავარი რაც უნდა, რისკენაც უნდა მიმართო ყურადღება, ეს არის მორალური ცნებების, ეთიკური ცნებების შესრულება, ოღონდ რელიგიურობასთან ამას აკავშირებს, ეს არის სუფთა წყლის სეკულარიზმის ცხადია, აკავშირებს ის, რომ როცა ლაპარაკი იმაზე, რომ არ უნდა კლა, ან არ უნდა იპარო, იმიტომ არ უნდა გააკეთო ეს, რომ ამას უფალი ღმერთი გეუბნება. ეს არის ჰეტერონომიული ეთიკა, ანუ გარედან შემოსული ეთიკა არის ამ თვალსაზრისით. რაც შეეხება ახალ აღთქმას,
ახალი აღთქმა აგრძელებს ამ ტრადიციას ფაქტობრივად, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მიჯნავს რელიგიურობას კოლექტიურობისაგან, თუ შეიძლება ასე ითქვას. იმიტომ რომ შედი შენს ოთახში და იქილოთ. ქრისტეს სახით ჩვენ თვითონ ხვდებით იმ პერსონას, იმ პიროვნებას, რომელიც ზღვრულ მდგომარეობაში ემიჯნება როგორც საკუთარ ერს, ფაქტობრივად იოანეს ახალება ამით იწყება კიდევაც რომ თვისთან თანამ მოვიდა და თვისთან ვერ იცნეს იგი. ემიჯნება საკუთარ რელიგიას, ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში ობიექტურად თუ შევხედავთ იმ ისტორიას, რაც ახალების ფურცლებზე არის აღწერილი და მარტო დგას იმპერიის, კულტურის, ტრადიციის და კოლექტივის წინააღმდეგ, როდესაც მის შესახებ პილატე იტყვის, რომ ეკე ჰომო, აი ეს ადამიანი უნდა განსაჯოთ თქვენ, ფაქტობრივად, ხომ? ეს არის რეალური ინდივიდუალიზაცია, ასე ვთქვათ, პერსონალიზაცია რელიგიურობის, იმიტომ რომ სახალებაშიც არის ამაზე ლაპარაკი, რომ მე მოვედი რომ გაგმიჯნოთ ოჯახისგან, მე მოვედი რომ გაგმიჯნოთ თემისგან, ხომ? ვინ არის დედა და მამა შენი, ხომ? არა ის, ვინც რეალურად არის ბუნებრივი, არამედ ის, ვინც გისმენს, ვინც გამოყვება, ანუ სრულიად სხვა გაგება არის ამ შემთხვევაში ერთობის, კოლექტიურობისა, ხო? და ასევე დაუბრუნდით, რაც შენ თქვი, არ უნდა ეჩვენო ხალხს მარხველად და არ უნდა ეჩვენო ხალხს მლოცველად. ის კი არ არის ახლო ღმერთთან, ვინც წინ დგას, საკურთხევლის წინ დგას და ასე ვთქვათ, თავაღერილი აბარებს ღმერთს ანგარიში მის შესახებ რამდენი რიტუალი შეასრულა და რამდენი სიკეთე ჩაედინა, არამედ ის დგას უფრო ახლო ღმერთთან, ვინც უკან არის, უკანანი იყვნენ წინ და წინანი უკან, ხო? და თავ ჩაღუნული ინანიებს თავის ცოდნებს, ანუ უმზადებს ღმერთს მისასრულ გზას. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით არის ის ისტორია, როდესაც მონეტას მიუტანენ რომის იმპერატორის გამოსახულებით იესო ქრისტეს და იტყვიან, შეეკითხებიან, უნდა გადაიხადოს თუ არა გადასახადი ჭეშმარიტმა იუდეველმა. ამაზე პასუხი გვაძლევს ზუსტ პოზიციას იმის შესახებ, როგორ ესმის ქრისტეს საერო და პოლიტიკური და ეკონომიკური სფერო რელიგიური სფეროსაგან. ესე იგი, ღმერთს უნდა მისცე ღვთის, ხოლო კეისარს კეისრის. რეალობა შემდეგ სრულიად იცვლება და ადგილებს უცვლის კეისარს და ღმერთს ქრისტიანობის ისტორიის განმავლობაში და ეს დღესაც პრობლემაა მათ შორის საქართველოში, მაგრამ არსებითი ტექსტი, რომელიც აი ამ გამიჯვნის ამ ორი განზომილების შესახებ გვეუბნება, სწორედ სახარებაში. აი მანდ მინდა ახლა პატარა პაუზაც გავაკეთოთ ცოტა ღვინოზე და გავაგრძელოთ კითხვით მერე როგორ მოხდა რომ ეს პირიქით რამოდენიმე საუკუნე 10 საუკუნეზე მეტი ჯამში, კიდე მეტი პირიქით იყო. ანუ ხო ესე ამ პრინციპებს ვკითხულობთ და ესე გვესმის, როცა ინტერპრეტირებას უკეთებთ, ესე ვთქვათ, ახალ აღთქმას და ქრისტეს სიტყვას და ქრისტიანულმა სამყარომ მანამ სანამ მივიდოდა თავად რაღაც შეთანხმებამდე სეკულარიზმის, როგორ მოახერხა, რომ ამას მოანდომა 10 საუკუნეზე მეტი. ოღონდ მანამდე რაც გვინოზე ვთქვათ ორი სიტყვა, ფერი ქარვისფერია, ეს ღვინო. აი შენი აზრით რომელი რეგიონი შეიძლება იყოს, აბა? ღვინისმა ძალიან მეყვარს, მაგრამ დიდად დახელოვნებული ამოცნობაში არა ვარ, მაგრამ ხო, შენგან განსხვავებით. არა, მეც. შენგან განსხვავებით. პროფესიონალი ვარ ამის. მაგრამ ჩემი აზრით ეს ღვინო შეიძლება იყოს ქართლიდან. ხო. კი ბატონო, მე გეტყვი რომ აბსოლუტურად მართალი ხარ. ქართლის ღვინო არის ნამდვილად. ხო. კახურს არ აგავს, იმიტომ რომ ცოტა უფრო მსუბუქია და კი ბატონო. იმერულს არ აგავს, იმიტომ რომ ცოტა უფრო მძიმეა, ჩემი აზრით. აი ქართლია რა. კი ბატონო, შვენიერი. ხო, ესეთი მეც დავამატებ, რომ აშკარად არ არის ახალგაზრდა ღვინო, ეტყობა კიდეც და საკმაოდ ისეთი სხეულიანიც არის. მოგეთ, რა ვიცი, წავიწოდოთ ახლა წინ უკვე ჩვენს საუბარშიც. კი ბატონო, და შეგვიძლია გადავიდეთ როგორ მოხდა ისე რომ ქრისტიანობას და ქრისტიანულ საზოგადოებებს დაჭირდათ 10 საუკუნეზე მეტი იმისთვის რომ მისულიყვნენ პრინციპამდე რომ კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა. ეს მარტივად რო ვთქვათ, ხო? ან როგორ იწყება ქრისტიანულ სამყაროში მეფეთა ლეგიტიმაციისთვის ღმერთის სახელის გამოყენება. ნუ აქ იყო ნაწილი კორონაცია შეიძლება დავარქვათ და ცერემონიული, ნაწილი იყო ღმერთთან ნათესაობა. და ამ კონტექსტში ალბათ ბაგრატიონებსაც შევეხებით, ხო, რომ დავითის ნათესაობად გაიცნო საზოგადოება თავის. ნუ ზოგიერთის ვერსიით ქრისტეს ნათესავებიც
ხოცხადია დავითის შტოარი, კი ბატონო. დავითის შტოა მარიამი და აქედან გამომდინარე. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია იმის გასაგებად, თუ რა მოუვიდა ქრისტიანობას ეგრეთ წოდებულ შუა საუკუნეებში, იმიტომ რომ პირველი 3 საუკუნის განმავლობაში ეს არის შეთანხმებული აზრი ეკლესიაში, რომ პირველი 3 საუკუნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი იყო ეკლესია, რატომ? იმიტომ რომ ის იდევნებოდა და ის იყო მოწამეობრივ ღვაწლში. თქვენ ალბათ ყველას გვაქვს ნანახი წმინდა გიორგის ცნობილი ხატი, ძირითადად ქართულ იკონოგრაფიულ ტრადიციაში გამოისახება წმინდა გიორგი ცხენზე ამხედრებული, რომელიც განგმირავს არა დრაკონს, არამედ იმპერატორს. განგმირავს წუთისოფელს, განგმირავს წუთისოფლის ძალაუფლებას, განგმირავს კონკრეტულად იმპერატორ დიოკლეტიანეს, ხო? რეალური ისტორია საპირისპიროა, მაგრამ ქრისტიანული იკონოგრაფია არნიჭებს მარადისობის პერსპექტივას, უპირატესობას და არა წუთისოფლის ისტორიულ პერსპექტივას და ამიტომ გამარჯვებული წმინდა გიორგია და არა დიოკლეტიანი, რომელიც რეალურად კვავს, ხო, წმინდა გიორგის, ხო, ამოყირავებული ეს პერსპექტივა და აი ამგვარი ამოყირავება ოღონდ ნეგატიური გაგებით მოხდა ქრისტიანობისა მესამე-მეოთხე საუკუნეების მიჯნაზე, როდესაც რომის იმპერიას სჭირდებოდა რეალურად ახალი წებო და უნიჭიერესი მმართველი, უნიჭიერესი იმპერატორი კონსტანტინე ყველაფერს ცდილობს იმისთვის, რომ რომს უპოვოს ისეთი ცენტრი, ისეთი გული, რომელიც გაერთიანებს დაშლის პირას მყოფ იმპერიულ სხეულს. მას გადააქვს დედაქალაქი, ცდილობს ბევრი სხვა გზის მოძიებას იმისთვის, რომ მყარი იყოს იმპერია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც გავლენას ახდენს ამაზე ერთი რელიგიის, ოღონდ ეს კონსტანტინეს არ უკავშირდება კონსტანტინეს სახელს, იმიტომ რომ კონსტანტინეს დროს ქრისტიანობა ხდება დაშვებული რელიგია, შემდეგ ოფიციალური რელიგია, მისი დევნა წყდება, მაგრამ უკვე შემდეგ თეოდოსის და იუსტინეს დროს ხდება სახელმწიფო რელიგია, რომელიც იწყებს დევნას იმ რელიგიებისა, რომლებიც მანამდე იყვნენ და ასევე დევნას ზოგადად იმ კულტურისა და განდევნას იმ კულტურისა, რომელიც თვითონ დევნიდა ქრისტიანობას. აქ რა შეიძლება ითქვას? აქ შეიძლება ითქვას ის, რომ აი სეკულარული სული, ანუ სეკულარიზმი პირდაპირ თარგმნით ქართულად ყველაზე ახლოს ალბათ ამ შინაარსთან იქნება წუთისოფლის სული, ამქვეყნიური სული, ამქვეყნიურობა. აღწევს ეკლესიაში. აი ამის გამო ჩნდება ბევრი მკვლევარის ვარაუდით დიდი უზარმაზარი სამონასტრო მოძრაობები, რომლებიც ერიყებიან და ემიჯნებიან ოფიციალურ საიმპერატორო სახელმწიფო ქრისტიანობას, ვინაიდან ხედავენ რას, ხედავენ პროცესს, როდესაც ქრისტიანები ადამიანები ხდებიან არა იმის გამო, რომ მათ წამთ და ქრისტიანობა უკავშირდება უკვე არა არჩევანს, არამედ ქრისტიანობა უკავშირდება პოლიტიკურ კონიუნქტურას, პოლიტიკურ გადარჩენას, თუ შეიძლება ასე ითქვას, და პოლიტიკურ კარიერასაც, იმიტომ რომ ოფიციალურ ჯერ დაშვებულ და შემდეგ ოფიციალურ და შემდეგ უკვე ერთადერთ სარწმუნოებასთან დაკავშირება ნიშნავს სიოცნის გადარჩენასაც რაღაც თვალსაზრისით, ხომ კარიერის გადარჩენას. კი ბატონო, კარიერის გადარჩენას ნიშნავს, კარიერულ წინსავს ნიშნავს და ხედავენ ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არაფერი არ ჰქონდათ. არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ქრისტიანობასთან, არაფერი აკავშირებდათ ქრისტიანობას, არც ცოდნა, არც მორალური იერსახე, არც მათი რაღაც ბუნებრივი ინტერესები, ვთქვათ, ხომ? ამაზე უამრავი რამ არის დაწერილი, უამრავი ფილმიც არის გადაღებული ამას დაკავშირებით, აი აგორა არის შესანიშნავი ფილმი, სადაც მთელი ეს პროცესია აღწერილი, როგორც შედის ქრისტიანობაში საერო იმპერიული ნაკადი, თუ შეიძლება ასე ითქვას და აგვარებს ფაქტობრივად ქრისტიანობის ბუნებას. მან კიდე ერთი პრობლემა ჩემოდის, რომ განსხვავებით პირველი ქრისტიანებისგან ადამიანები კი არ ითავისებენ ქრისტიანობის არსს რა არის და პირველი ქრისტიანები ცხოვრების წესით კი არ იწყებენ ქრისტიანობას, ხო? ავით მათ შორის საკუთარი ქონების გაჭირვებულებისთვის დარიგებით, რწმენის გავრცელებით, არამედ უკვე მათი თავმავლები, ვინც პირველადად გახდნენ ესეთი მიზნებით ქრისტიანები, მემკვიდრეობით იღებენ უკვე რელიგიას და მათთვის აღარ არის ეს არჩევანისფერო აღარ არის. გათავისების, ანუ გასიგრძე განების ეს შესაძლებლობაც კი აღარ აქვს ამ ადამიანებს ხშირად. ხო, ქრისტიანობა აღარ არის სულიერი ძიებისა და მორალური არჩევანის სფერო, არამედ ეს არის უკვე
აუცილებლობა, მემკვიდრეობით მიღებული ფორმა არსებობის და ასევე აუცილებლობა, რომელიც რაღაცნაირად კონjunქტურულ ხასიათს ატარებს. შეგვიძლია მეგონი განვაზოგადოთ ჩემი აზრით, თუმცა შენ უფრო ალბათ კარგად აღწერ და დამეთანხმებენ არ დამეთანხმები, რომ ეს არ არის მხოლოდ ქრისტიანობის თავგადასავალი. სხვა რელიგიებსაც და ახლობთ აი ისლამიც რო შევხედოთ, რაღაც მსგავსი გზა აქვს გავლილი მასაც. კი ბატონო, ეს ესეა, ნამდვილად ასეა, ისლამური გაგება მართლობისა ერთმანეთს ურწყავს, ოღონდ ქრისტიანობისგან განსხვავებით პოლიტიკურ, რელიგიურ და სამხედრო მართლობას. აი მუჰამედი არის ამის შესანიშნავი ილუსტრაცია ამ თვალსაზრისით. თავად რელიგიის, მაგრამ თავად ქრისტიანობაში, აი ბუდიზმში გაწყვეტილი ქრისტიანობაში მსგავს ვერაფერს შევხვდებით. ქრისტიანობა გვეუბნება, რომ ერთი განზომილება არის რელიგიური, მეორე განზომილება არის მიწიერი, წუთისოფლისეული, პოლიტიკური, ეკონომიკური. და მათ ერთმანეთთან მხოლოდ ისაკავშირებდა, შეიძლება ისაკავშირებდეს, რომ უბრალოდ უნდა მორჩილი იყოს კანონებისა ადამიანი და ელემენტარულ, ასე ვთქვათ, ნორმებს უნდა ექვემდებარებოდეს. სხვა თვალსაზრისით ქრისტიანი არის წუთისოფელში სხემი. აი მაგალითად მეორე საუკუნის ტექსტი არსებობს, შესანიშნავი ტექსტი ჰერმა, სადაც ქრისტიანული ტექსტი თავის ძორზე კანონში შედიოდა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ქრისტიანები არიან შესანიშნავი მოქალაქეები. საუკეთესო მოქალაქეები, ყველაზე კეთილი და ყველაზე კანონმორჩილი მოქალაქეები, მაგრამ ქრისტიანებისთვის სამშობლო არის წარმავლობა. იმიტომ რომ მათი ნამდვილი სამშობლო ზეცაშია. ქრისტიანები ფაქტობრივად აქ არიან სასტუმროში. ანუ სხემია ქრისტიანი წუთისოფელში და ის არ არის მიჯაჭვული კონკრეტულ სივრცეს, კონკრეტულ სახელმწიფოს, კონკრეტულ ეროვნულობას, კონკრეტულ კულტურას, კონკრეტულ ცივილიზაციას. მისი სამშობლო, აი როგორც მე რა ვიცი, ტიციან ტაბიძეტყვის ჩემი სამშობლო პატმოსია გაულხოვენ. პატმოსის ადგილას არც იოანეს სახარება დაწერა, ხო სწორია? აი ეს პატმოსია ქრისტიანის სამშობლო. ჭეშმარიტება ქრისტიანის სამშობლო. ამ თვალსაზრისით აი სეკულარულობის ელემენტები არის უკვე ჩადებული ქრისტიანობაში. ოღონდ რასაკვირველია ეს არ გულისხმობს იმ სეკულარულობას, რომელიც შემოვიდა შემდეგ რაციონალიზმის გონების ზეობის ხანაში, განმანათლებლობის ეპოქაში. ის სრულიად სხვაგვარი ტიპის სეკულარულობა. სხვანაირი ახსნას რომ მოუძებნოთ, ხო? ადამიანებს და კაცობრიობა დღემდე, თვემდე წლიდან წლამდე ვითარდება. ადამიანები რაღაც ისეთი არსებები ვართ, რომელსაც უბრალოდ პროგრესი გვჭირდება. რაც არ უნდა გვაშინებდეს პროგრესის შედეგები, ჩვენ ვერ გვაჩერებს ეს, რომ პროგრესს შევერწყავთ, ხო? ესე ვართ და ეხლა ასეც თუ შევხედავთ ადამიანებს ძველი, ესე ვთქვათ, პერიოდიდან ახალ პერიოდზე ეს დავარქვათ, ხო? ანუ ქრისტიანობამდე პერიოდიდან, ქრისტიანობის გავრცელების პერიოდთან ერთად ჭირდებათ ახალი არგუმენტები, რატომ უნდა დაემორჩილონ მართველს, ხო? თუ კი მანამდე ემორჩილებოდნენ ღმერთს და მე ეჭვი შეიტანეს, ესე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენად არიან ღმერთები ის ადამიანები, ვისაც ემორჩილებიან მიწაზე, ეხლაც ჭირდებათ ახალი არგუმენტი, დავარქვათ ამას გამაერთიანებელი არგუმენტი, როგორც ახლა საუბრობდი. ერთად ფუნქციად არის მიჩნეული რელიგიისა, ეს ლატენტური ფუნქცია რელიგიის გაერთიანება. კი ბატონო. და აი ესე ადამიანებს ჭირდებათ არგუმენტი, რატომ უნდა დაემორჩილონ მონარქს, ხო? და მონარქებმა ამას უნდა უპასუხონ რეალურად, იმიტომ საკმარისი ვერ იქნება არგუმენტი, ამას მე ცოტა მოგვიანებით ალბათ ჰობსიდან ლოკამდე პერიოდი გვაჩვენებს, რომ მხოლოდ ის რომ მეფის პირობებში ხარ იმაზე მეტად დაცული, ვიდრე იქნებოდი მეფის გარეშე, მხოლოდ ეს არგუმენტი ფაქტია არ არის. არგუმენტი არის, რომ ის არის შენ ემსახურები მეფეს, ემსახურები ღმერთს. დაახლოებით ესეთი მიდგომა აქვს, ხო? ანუ ქართველი ადამიანი, რომელიც ემსახურება მეფეს, ამით გამოხატავს მსახურებას ღმერთსაც. მათ შორის ერთ-ერთი არგუმენტი, რაც მე ხშირად მსმენია ისტორიკოსებისგან, მათ შორის რის გამოც დამპყრობლებს საქართველოსი ქონდათ ყოველთვის დიდი პრობლემა საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთამდე იყო სწორედ ეს რელიგიური ფაქტორი, იმიტომ რომ ერი სახელმწიფო არ არის ფორმირებული, ადამიანები რასაც არაც აერთიანებთ არის არა ეთნოსი, არამედ აერთიანებთ რელიგია უფრო მეტად და ამიტომ როცა მოდის მონღოლი დამპყრობელი, ან მოდის არაბი დამპყრობელი, მოდის ოსმალო დამპყრობელი, ან სპარსი დამპყრობელი, ქრისტიანისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება იყოს მისი მეფე ის ვინც მის რელიგიას არ ცნობს. ეს აბსოლუტურად მართალია, იმიტომ რომ შუა საუკუნეების პოლიტიკური თეოლოგია, ბიზანტიური მაგალითად, აი მართლმადიდებლური ტრადიციის პოლიტიკური თეოლოგია, თუ ვილაპარაკებთ აი პოლიტიკური თეოლოგიის ენაზე, ცნობს ორ ფუნქციას მეფისა. ერთი ეს ფუნქცია არის დაკავშირებული წესრიგთან, რომ მან უნდა შეზღუდოს, როგორც გითხარი, უკვე ჯოჯოხეთი დედამიწაზე და მეორე
ფუნქცია არის ერთგვარად სამღვდელმთავრო ფუნქციის მსგავსი. ესე იგი, ქრისტიანმა მეფემ უნდა აზიაროს ღმერთს მისი ქვეშევრდომები. ანუ უნდა მიიყვანოს მისი მორჩილი, მისი ქვეშევრდომი ერი ღმერთთან თანაზიარებამდე. აი ეს არის მისი ფუნქცია. ანუ გაზარდოს ერთგვარად საზოგადოება იმისთვის, რომ ის გახდეს ღმერთთან შეხვედრის ღირსი. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ქრისტიანობა არ ესე იგი პოლიტიკური თეოლოგია ქრისტიანული შუა საუკუნეებისა ან აღმოსავლური ტრადიცია, მოდი ასე დავარქვათ, უფრო სწორი იქნება, მაინც მიჯნავს პოლიტიკურ და რელიგიურ ძალაუფლებას ერთმანეთს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იმიჯნება ოფიციალურად პოლიტიკური და რელიგიური სივრცე ერთმანეთსგან. იუსტინიანეს კოდექსი ცნობილი, რომელიც ადგილს უჩენს როგორც ეკლესიას, ასევე სახელმწიფოს იმპერატორს, ხო? რას ამბობს? რომ იმპერატორი არის გარე ეპისკოპოსი. იმპერატორმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ეკლესია იყოს დაცული, მაგრამ იმპერატორი არ არის მღვდელმთავარი. ის ვერ ჩაერევა თეოლოგიური და დოგმატური საკითხების განხილვაში. ამ თვალსაზრისით ავტონომიური არის ეკლესია და ის წარმოდგენა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო გაბატონებული, თითქოს აი აღმოსავლურ რომის იმპერიაში, რაც ბიზანტიად არის ცნობილი დღეს, ხო? მთლიანად ექვემდებარებოდა ეკლესია იმპერატორს, ეს გაზვიადებული იყო ერთგვარად აი დასავლური მედიევისტიკის მიერ და დღევანდელი მონაცემები ამის შესახებ ბოლომდე ამის შესახებ ამას არ ადასტურებენ. ხო, მინიმუმ არ ადასტურებენ. ხო, არ ადასტურებენ. ბოლომდე არ ადასტურებენ. ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც კონსტანტინოპოლის პატრიარქები, ანუ პირველი იერარქები კონსტანტინოპოლის ეკლესიისა უპირისპირდებოდნენ, ამხელდნენ და ოპოზიციურ განწყობებს გამოხატავდნენ იმპერატორების, საიმპერატორო კარის წინააღმდეგ. აი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად თავად ეკლესიის უდიდესი წმინდანი იოანე ოქროპირია, ხო? ფაქტობრივად ეკლესიის ესე იგი ქრისტიანობის გაოფიციალურების შემდეგაც ყველაზე დიდი საეკლესიო მამები არიან დევნილები სწორედ იმპერატორის ხელისუფლების მიერ. იქნება ეს ათანასე ალექსანდრიელი, იქნება ეს გრიგოლ ღვთისმეტყველი, იქნება ეს მაქსიმე აღსარებელი. ყველანი იდევნებოდნენ აბსოლუტურად საიმპერატორო ძალაუფლების მიერ. რატომ? იმიტომ რომ ისინი ემსახურებოდნენ ღმერთს და არა იმპერატორს. ხო, იმპერატორს არ ჭირდებოდა, ასე ვთქვათ, იმპერატორს ქრისტიანობა ჭირდებოდა იმპერიისთვის, პოლიტიკური მიზნებისთვის, რა თქმა უნდა. ამიტომ ამბობ, რომ აი აქ მოხდა ზუსტად სეკულარიზაცია, ანუ წუთისოფლის სულის შესვლა ეკლესიაში და წუთისოფლის ინტერესებზე აგება პოლიტიკური იერარქიის მსგავსად საეკლესიო იერარქიისა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ რას ნიშნავს საეკლესიო იერარქია? როცა ჩვენ წარმოგვიდგენია ესეთი ხატი, ხო? აი, თქვათ რაღაც მწვერვალზე დგას იერარქი და მის წინაშე იჩოქებს ადამიანი, ხო? ხელზე ემთხვევა, იჩოქებს. სინამდვილეში საეკლესიო იერარქია არის ამოყირავებული იერარქია, იმიტომ რომ სახარებაში ჩვენ ხვდებით ესეთ ფრაგმენტს. იესო ქრისტე თავის მოციქულებს ეუბნება, რომ შეხედეთ წარმართ ხალხს, მათზე ბატონობენ, მათ მართავენ და მათზე ძალადობენ. ხოლო თქვენ შორის ნუ იქნება ასე, არამედ ის, ვისაც თქვენზე ბატონობა სურს, იყოს ყველას მონა. ის, ვისაც სურს პირველობა იყოს უკანასკნელი და მოვედი იმის, აი იქვე აგზელებს, მოვედი მე ღმერთი, მოვედი იმისთვის, რომ გემსახუროთ თქვენ და არა მემსახუროთ. ასე ამოყირავებულია ამ თვალსაზრისით იერარქია და იერარქიულობა და თანასწორობა ამ კუთხით, ისევე როგორც აი ქრისტეში არსებობს სრული ღმერთი და სრული ადამიანი, თან არსებობს. იმიტომ რომ თვითონ ღმერთის განკაცება ნიშნავს ყველას მიმართ თანასწორობას. ხო, ეხლა ვილაპარაკო აი იზიარებს თუ არა თანასწორობის პრინციპებს ქრისტიანობა. როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ არ იზიარებს, იმიტომ რომ თვითონ ღმერთი ხდება ადამიანის თანასწორი ამ თვალსაზრისით, მაგრამ ამავდროულად კიდევ უფრო მეტი. ის იერარქიული, ოღონდ იერარქიული საპირისპირო ნიშნის, როდესაც ღმერთი ემსახურება ადამიანს, ღმერთი იჩოქებს ადამიანის წინაშე და ბანს ფეხს, ხომ? შაბათისთვის კი არ არის გაჩენილი ადამიანი, არამედ შაბათი არის ადამიანის. აი ეს არის ქრისტიანობის უმთავრესი პრინციპი, მაგრამ როგორც გითხარით, პოლიტიკური ინტერესის გამო ქრისტიანობაში აღწევს ეს რაღაცა წუთისოფლის სული და მისი იერარქიულობა და მისი ასე ვთქვათ კონსტრუქცია, მისი სხეული იგება პოლიტიკური იერარქიისა და პოლიტიკური სხეულის მიხედვით, რაც რა თქმა უნდა სერიოზულ პრობლემებს უჩენს როგორც ინდივიდს ეკლესიაში, ასევე ზოგადად საზოგადოების ქრისტიანობის აღქმას და გაგებას, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს არჩევანის მომენტი, თავისუფლების მომენტი შუა საუკუნეებში დაკარგული, იმიტომ რომ შუა საუკუნეების რეალობა რა არის? ეს არის აბსოლუტურად არასეკულარული რეალობა, სადაც აღარ არის არჩევანი იქნებით თუ არა ქრისტიანი.
დასავლურ ესე ვთქვათ ევროპაში ეს უფრო მეტი პრობლემაა ვიდრე აღმოსავლურში ამ პერიოდში ოღონდ ესეც შეგვიძლია. ორივე გამსგავსად, მაგრამ იქ უფრო მეტად ისჯება, იქ უფრო ლეგალისტურია, ასე ვთქვათ, ამ თვალსაზრისით გაგება ქრისტიანობისა და შესაბამისად ღმერთის უარყოფა ქრისტიანის მიერ. აქაც ნეტარი აგვუსტინე მონაწილეობს ამ ამბავში, იმიტომ რომ ნეტარი აგვუსტინე ამბობს, რომ თუ კი ვთქვათ ერეტიკოსს ვეღარ მოაქცევ, მასზე შეიძლება ხელისუფლებამ ძალა გამოიყენოს ისევ და ისევ მის ინტერესების სასარგებლოდ, რომ დააბრუნოს ის ეკლესიაში და გადაარჩინოს მისი სული. აი ამ კუთხით ამბობს და ეს იქცევა შემდეგ ძალადობის, ესე იგი, ინკვიზიციის საფუძვლად, რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ ეს ტკივნეული გამოცდილება მე თავად ქმნის ახალ ესე ვთქვათ ახალი ფიქრის დასაწყისიც არის რეალურად, რომ ის რაც საზოგადოებამ იხილა, ნახა და განიცადა როგორც ბოროტება საბოლოო ჯამში, ამისგან როგორ დაიცვას მომავალში თავი, ხო? ამის საშუალება. რელიგიური ძალადობისგან, პირდაპირ ასე ვთქვათ. კი, ესე ვთქვათ, ხო. არ მარტო ინკვიზიცია არ იყო მარტო პრობლემა, იქ პრობლემა იყო, რა ვიცი, რეფორმაციის მერე ურთიერთდევნა. რეფორმაციამდეც. ხო, რეფორმაციამდეც, მაგრამ საფხარების თარგმნა, საფუძვლის თარგმნა, ამის გამო მათ დევნიდნენ, წვავდნენ, ანგრევდნენ. არა, მე ვამბობ რას, რომ რეფორმაციის მერე კიდე სხვა ტიპის კონფლიქტები გაჩნდა, თქვა მას ვძახი. შიდა რეფორმაციული, შიდა პროტესტანტული. ყველა მისის ბართლომეს ღამე მაგალითად, ხო და რაღაც ომი იყო ყველაზე მთავარი, ხო? ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ომი ევროპაში. გაანახევრა ევროპის მოსახლეობა ფაქტობრივად ამ ომმა, რომელიც მერე დაგვირგვინდება, ესე ვთქვათ, ვესტფალიის. კი ბატონო. ხო, აი აქ ჩდება სწორედ აი სეკულარულობის აუცილებლობა, ოღონდ არა იმ გაგებით, რომ უნდა განიდევნოს რელიგია პოლიტიკური ველიდან, პოლიტიკური სივრციდან, ან უნდა განიდევნოს საზოგადოებრივი სივრცე, რაც მერე მე-19 საუკუნის და მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩდება ეს ლაიკური გაგება, ასე ვთქვათ, ამაზეც ვილაპარაკოთ ალბათ. კი, და სეკულარიზმის მოდელებსაც შევეხოთ ხო მაგაზე ხა. აი აქ ჩდება აი მაგალითად ლოკთან. ჯონ ლოკი არის როგორც კლასიკური ლიბერალიზმის მთავარი თეორეტიკოსი, ასევე სეკულარულობისა და ტოლერანტობის მთავარი თეორეტიკოსი, ისე როგორც ადამიანის უფლებების თეორეტიკოსი, თანამედროვე სახელმწიფოს მთავარი ასე ვთქვათ, ფუნდამენტური მე ცოტა გავაპრიმიტიულებ ხა რაღაცებს. კი, აუცილებლად. ხო, და მე ამ ჩემს პრიმიტიულ კითხვებზე სიამოვნებით მოვისმენ შენს პოზიციასაც. აი ესე რომ მოვყვეთ ახლა, მოვედით რაღაც შუა საუკუნეების იმ ფაზამდე, როდესაც საერო სამართალი სჯის ადამიანებს რელიგიური ცოდვებისთვის, ესე რომ ვთქვათ, შერწყმულია ერთმანეთს და არა მარტო, ვთქვათ, სხვაგან ჩვენთანაც, ესე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ჩვენი სამართლის წყაროც თუ კი მეფე არის ღვთისგან მოვლენილი, ანუ ეს მოვლენილობა გამოიხატება როგორც ცერემონიაში კორონაციის, ასევე ნათესაობაში, რომელზეც ვისაუბრეთ, ხო? აი ეს უბრალოდ რო გავიხსენოთ, ხო? ეს ბაგრატიონების გერბზეც, თუ კი გახსოვს, მარცხენა ზედა კუთხეში არის გამოსახული შურდული, ხო? დავითის შურდული, როგორც სიმბოლო, როგორც ბაგრატიონების ნათესაური კავშირის ღმერთთან. და აი ეს ღმერთთან არა, მიწიერ ქრისტესთან ასე. ხო, ძე ღმერთთან. ადამიანურ ხარესთან. კი, ხო, ქრისტეს ადამიანურ ხარესთან. კი ბატონო. ესე უფრო სწორია. ხო, ეხლა ეს პერიოდი გვაქვს, ყოველთვის გასაგებია, მაგრამ აი იწყება ეს ცნობილი რეფორმაციის პროცესი ევროპაში. მოდი ამ პროცესზე ცოტა მეტი ვთქვათ, მათ შორის რა იყო თეოლოგიურად განხეთქილების მიზეზი, ესეც საინტერესოა. სანამ მარტინ ლუთერი აი ცნობილი ესე ვთქვათ თეზისებს მიაჭედებდა ამ კარზე. რაში იყო ეს განხეთქილება, რამ წარმოშვა ეს განხეთქილება? მერე ვისაუბროთ ალბათ იმაზეც კარგი იქნება, როგორ იხლიჩება რელიგიური თვალსაზრისით ევროპა და ასევე როგორ უნდა უპასუხმოს სახელმწიფოებმა საკითხს, როდესაც მის ტერიტორიაზე მოქალაქეთა ნაწილი აღმოჩნდება განსხვავებული რელიგიის. აუგსბურგის ზავამდე მივიდა. კი ბატონო, როგორ არის ესე იგი, ესე ვთქვათ, ეს კონფლიქტები რა მასშტაბის არის და მე რა არის გამოსავალი. ხო, აი ესე მე მგონი ამ საკითხებზე მეგონი საინტერესო იქნება. და ამით მე მივალთ ალბათ იქამდე, რომ მეფის მმართველობის გამართლება ღმერთში კი არა, იქნებ სხვა რამებში უნდა ვეძებოთ, ხო? კი ბატონო. ნუ აქ არის სიტუაცია, როდესაც ევროპაში გვაქვს ერთი მხრივ
რელიგიური აბსოლუტიზმის პრობლემა რომის პაპის სახით, იმიტომ რომ რომის პაპი ამ დროს უკვე აცხადებს, რომ მასში არის აბსოლუტური ძალაუფლება და აბსოლუტური ჭეშმარიტება ფაქტობრივად ობიექტური შეუსწავლობის დოგმატი ჯერ არსებობს, ის 19 საუკუნეში ხდება ეკლესიის დასაცავად, სეკულარიზმისგან, სხვა სეკულარიზმის და აგრესიული სეკულარიზმისგან, მაგრამ იდეა იმისა, რომ ობიექტური ჭეშმარიტება შეიძლება ადამიანმა შეიცვალოს თავის გონებით, უკვე არსებობს, იმიტომ რომ ამის შესახებ წერს თომა აქვინელი, რომ ადამიანის გონებას ოდესღაც შეიძლება, რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას წდეს. ესე იგი, ეს ობიექტური ჭეშმარიტება. თუმცა მე სხვები იტყვიან, რომ ეს შეიძლება ესე მოხდეს, ოღონდ არასდროს ეცოდინება, რომ ან ობიექტური ჭეშმარიტება იცის. აღმოსავლეთში მაგალითად არცის, ღმერთის არცი შემომეცნიერება. დიონისი აროპაგელი ამბობს, ეს არის ტრადიციის საფუძველი, ვერასოდეს ადამიანი ღმერთის სარს, ანუ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, ობიექტურ ჭეშმარიტებას ვერ შეიმეცნებს. მაგას ვამბობ, რომ ანუ ვერ შეიმეცნებს. ეს მუდმივი განვითარებაა. ხო, ანუ ვერ შეიმეცნებს ამ ჭეშმარიტებას, თუ იმას ვერ შეიმეცნებს, რომ შემეცნებულიც რო კონდეს, რომ შემეცნებული აქვს. ხო, შესაძლებელია, კი, ესეთი ინტერპრეტაციაც მივცეთ, მაგრამ ხო, მოგვიანებით რა ჯონ სტუარტ მილი რასაც წერს. აი ამ ესე იგი ეპისტემოლოგიას, ამ შემეცნების თეორიას ადამიანის გონებას შეუძლია აბსოლუტურად ცნოს ჭეშმარიტება, ეფუძნება აბსოლუტური ძალაუფლების გაგებაც. რომის პაპის ტიარაზე სამი გვირგვინი აღნიშნავს ამ სწორედ სრულყოფილ ძალაუფლებას, როგორც საერო, ასევე რელიგიურ ძალაუფლებას, ინვესტიტურა მის ხელშია, ყველაფერი ასე ვთქვათ მას ექვემდებარება, მას შეუძლია არმიების შეკრება, ომების წამოწყება, გადასახადების აკრეფა, ის ფლობს მიწებს, განკარგავს ამ მიწებს, ერთ სიტყვით ერთი მხრივ რელიგიური ძალაუფლების თავია, მეორე მხრივ საერო. დღესაც სხვადასხვა ვატიკანი არის ერთადერთი აბსოლუტური მონარქიაც და აბსოლუტური თეოკრატიაც დღემდე. აი ეს პატარა დუჯა სახელმწიფო, როგორც უწოდებენ, ხო, ასეთი ტიპის სახელმწიფოებს, მაგრამ მეორე მხრივ თვითონ კათოლიკურ ეკლესიაში ჩნდება დინებები, რომლებიც დაკავშირებულია ერთი მხრივ ამ ძალაუფლების მორყევასთან და მეორე მხრივ თავისუფლების ახლებურ გაგებასთან. რას გულისხმობ? გულისხმობ იმას, რომ ადამიანი ხედავს სამყაროს, აი აღორძინების პერიოდის ადამიანი, აღორძინების ფილოსოფიიდან გამომდინარე და სხვა შორის ბიზანტიის დაცემ განაპირობა აღორძინების დაწყება, გულისხმობს იმას, რომ უკვე არა ღმერთი შეიმეცნებს ადამიანში ღმერთს. აი ასეთია პავლე მოციქულის პოზიცია, რომ მე კი არ შევიმეცნებ ღმერთს, არამედ ღმერთი შეიმეცნებს ჩემი გონებით, მეშვეობით, მე არ შემიძლია ამ საკითხება, ხო? მე განახვეტი ვარ თვითონ სოფლის. არამედ უკვე ყარ ორ ფეხზე მდგომი ადამიანი, აი ლეონარდოს ცნობილი ეს გრაფიკული გამოსახულება ადამიანისა, ხო? მას შეუძლია სამყაროს შემეცნება, მის გონებას შეუძლია სამყაროს შემეცნება. და ჩნდება ეს ლინიარული პერსპექტივა. ლინიარული პერსპექტივა, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი გამოსახავს სამყაროს ისეთად, როგორცაც ის ხედავს, არა აბსოლუტური პერსპექტივიდან, ღმერთის პერსპექტივიდან, აი როგორც ხატებზია, რომ აი ფონია მხოლოდ ოქროსფერი და იმის იქით არაფერი არ არის, იმიტომ რომ ის ხატის თვალი გიყურებს შენ და არა შენ უყურებ უპირველეს ყოვლისა. აქ უკვე ადამიანი უყურებს, აი ჯოტოს ხელოვნება ეგ არის, ხო? რომ ადამიანი ხედავს სიღრმისეულ პერსპექტივას და ეს განვითარება, სიღრმისეული განვითარება, პერსპექტიული განვითარება შემოდის უკვე რეალობაში. და შესაბამისად ჩნდება წინააღმდეგობა, ასე ვთქვათ, აი თეოკრატიული მოწყობის წინააღმდეგ, თეოცენტრული მოწყობის წინააღმდეგ და იწყება ეს ანთროპოცენტრული სამყაროს ჩანასახების ჩნდება ეს ანთროპოცენტრული სამყარო, ხო? რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი თვითონ არის ის, ვისაც შეუძლია სახელმწიფოს შემეცნებაც, სახელმწიფოს დაგეგმაც, რელიგიის შემეცნებაც და ბუნების შემეცნებაც. ამას ეწოდება ჰუმანიზმი. ჰუმანიზმი არ გულისხმობს იმას, რომ აი ჰუმანური დამოკიდებულება უნდა, მაგრამ მაკიაველი არის ერთ-ერთი პირველი ჰუმანისტი. რატო? იმიტომ რომ ის ჩვეულებრივი ადამიანური თვალებით აღწერს, როგორია ძალაუფლება და რა საშინელია ძალაუფლება და არა რაღაც ღვთაებრივი, ასე ვთქვათ, კატეგორიებით, ხო? ეს არის ჰუმანიზმი. მეორე მხრივ ამას მოყვება პოლიტიკური წინააღმდეგობაც, იმიტომ რომ გერმანელი მთავრები, ჩრდილო ევროპელი მთავრები მეტი და მეტი ძალაუფლებისკენ, მეტი და მეტი ავტონომიისკენ მიილწვიან, ისე როგორც ბრიტანეთის სამეფო ხო სწორია, იმიტომ რომ მალევე მოყვება აი ამ 1517 წელს, როდესაც მარტინ ლუთერი, თვითონ კათოლიკე ბერი, ავგუსტინელი კათოლიკე ბერი, როგორც ამბობენ, ეს არ არის ისტორიული, ასე ვთქვათ, ისტორიულად არ არის დაფიქსირებული ეს ფაქტი, მიაჭედებს ვიტენბერგის კარზე აი 95 თეზის, ცოტა ხანშივე დაიწყება ბრიტანული
რეფორმაცია, ხო, ანგლიკანობის ჩამოყალიბება, რომელსაც არ უწოდებენ თვალთ რეფორმაციას, არც პროტესტანტიზმს, ეს არის რაღაც ბრიტანული მოდელი ორთოდოქსიისა, უფრო ასე შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ გამიჯნული კათოლიკური ეკლესიისგან. ესე იგი, დამოუკიდებლობის სურვილი, მარტივად რომ ვთქვათ, რასაც საბოლოო ჯამში ამ სისხლისღვრელი ომების და დაპირისპირებების მიუხედავად მოყვება პროტესტანტიზმის თუ რეფორმაციის, ერთი მხრივ რეფორმაციის ძირითადი პოსტულატების ჩამოყალიბება, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფუძველია როგორც განმანათლებლობის დაწყების ევროპაში, ასევე ერთი მხრივ ლიბერალიზმის და მეორე მხრივ სოციალიზმის როგორც იდეოლოგიების გაჩენისა, ხო? რას გულისხმობ? რა არის ეს პოსტულატები? ეს არის პირველ რიგში ის, რომ არა ეკლესიის მეშვეობით, არამედ ქრისტეს მეშვეობით უკავშირდება. Sola Christum. თუ მანამდე იყო sola ეკლესია, მხოლოდ ეკლესია, ხო? და ეკლესიის მიღმა ვინც არის, ის არ ცხონდება, ის ადამიანიც არ არის, ფაქტობრივად ღირსება არ აქვს მას, ისეთი როგორც ქრისტიანს აქვს. Sola Christum, ესე იგი მხოლოდ ქრისტეთი უკავშირდება ადამიანი ღმერთს, sola Scriptura, მხოლოდ წიგნით უკავშირდება, ანუ საღვთო წერილით უკავშირდება ადამიანს ღმერთს, არა სასულიერო პირების ქადაგებით და ინტერპრეტაციით, ეკლესიის ინტერპრეტაციით, რაც ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ ადამიანის თავი იხრება წიგნზე, თვითონ დამოუკიდებლად, თვითონ იწყებს ინტერპრეტირებას. კი ბატონო, ანუ ჩდება დამოუკიდებელი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. ჩდება დამოუკიდებელი კითხვის და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებისკენ. შემდეგი პრინციპები არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს არის sola gratia და sola fide, მხოლოდ რწმენით და მხოლოდ მადლით. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მე აღარ მჭირდება მორჩილება ეკლესიის, აღარ მჭირდება მორჩილება სასულიერო პირის, როცა ვაპირებ რაღაც ნაბიჯის გადადგმას. და ასევე მე არ უნდა ვაკეთო სიკეთე, იმიტომ რომ მოვიმადლიერო ღმერთი. და ასევე სიკეთე არ არის ის, რასაც ეკლესია აკურთხებს როგორც სიკეთე. მაგრამ ეკლესიამ შეიძლება აკურთხოს სიკეთეთ ომში მონაწილეობა ან ადამიანის მოკლა. მაგრამ არ აკურთხოს სიკეთეთ, თქვა საღვთო წერილის თარგმნა. აწი უკვე მე გავსანძღავ რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება, იმიტომ რომ ამით არ გადარჩები, არამედ გადარჩენა აი კალვინისტური თეორიის მიხედვით მეორე დიდი ნაკადია პროტესტანტიზმში არის წინასწარ განსაზღვრული. ვინ არის გადარჩენილი ადამიანი? გადარჩენილი ადამიანი არის ის, ვინც პატიოსანი შრომით აგროვებს სიმდიდრეს. ეს არის მისი მადლის გამოსახულება. ამიტომაც მე აი ვებერი დაწერს ამაზე ამ თვალსაზრისით პროტესტანტიზმი არის კაპიტალიზმის ჩამოყალიბების საფეხურით, წინაპირობაც ამ გაგებით, ხო? და როცა ამ წინაპირობებზე ალბათ მეხუთე რა არის? მეხუთე არის, რომ ყველანი მღვდლები ვართ. თუ გითხოთ, მანამდე არსებობს იერარქია, ახლა უკვე ყველანი მოწოდებულები ხართ მღვდლობისთვის. პეტრე მოციქულის სიტყვებია და აი ეს ხუთი პოსტულატი, ანუ დამოუკიდებლობა, ინდივიდუალიზაცია, რაციონალურობა, იმიტომ რომ ადამიანის გონება იხრება წიგნზე, ხო? და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და თანასწორობა ხდება ის წინაპირობები, რომლებიც ფაქტობრივად ქმნის ახალი ევროპის არქიტექტურას. ამას მოყვება შემდეგ კონტრეფორმაცია, რაც ფაქტობრივად არის შიდა კათოლიკური რეფორმაცია. არა მარტო დაპირისპირება რეფორმაციის ტალღასთან, არამედ პასუხიც ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ შიდა რეფორმაციაც კათოლიკური ეკლესიისა და კათოლიკური ეკლესიაც ცდილობს მაქსიმალურად გათავისუფლდეს იმ ხუნდებისგან, რომელიც მას მთელი ამ 10 საუკუნის გასული განმავლობაში პოლიტიკური ნიშნით დააწვა. და ეს დინება გრძელდება დღემდე, ფაქტობრივად, აი დღემდე კათოლიკე ეკლესია ცდილობს ახლებურად შეხედოს როგორც საკუთარ ტრადიციას, ასევე საკუთარ ტრადიციას აღიქვას გარესამყარო. ხო, რა უნდა ისწავლოს კაცობრიობა ამ გამოცდილებით, მოდი ესე ვთქვათ, ხო, ეს ჩინური ანდაზა არის, რომ გონიერი ადამიანების ხვის შეცდომებზე სწავლობენ. ესე დავარქვათ, ხო? ნუ შეგიძლია შენ შეცდომაზეც ისწავლო, ნუ ბრიყვები საკუთარზეც ვერ სწავლობენ, არის ესეთი, მაგრამ ამ პროცესმა, რომელიც დაიწყო, ნუ რამდენიმე პროცესს მიცა ბიძგი თავისთავად, ხო? მათ შორის წიგნის საყოველთაობას, განმანათლებლობას, ნუ ამას სტამბების შემოტანაც უწყობდა ხელს ჩინეთიდან. სტამბის შემოტანა ტექნოლოგიური პროცესია, გუტენბერგის ამბავს და ღვალს არ ვაკნინებ არანაირად, მაგრამ თავად ის, რომ ბიბლია უნდა გახდეს საყოველთაო წიგნი, იმიტომ რომ ის მასთან პირდაპირ ურთიერთობა ადამიანს და მანამდე ეს იყო, რომ ამის კომპეტენცია გააჩნდა სასულიერო პირს, ეს არის ბიძგი ამისთვის, ამას გულისხმობ ამ შემთხვევაში. კი ბატონო, ნამდვილად. კი. ნუ და ეს
პროცესი მათ შორის სხვა რაღაცებსაც ეხება, მათ შორის ეხება ხატრობა, როგორ გამოდის ცალკე, ესე ვთქვათ, ხატწერიდან. ხო? იმიტომ რომ იმ პერიოდის ყველა ვინც ხატავს არის ხატმწერი რეალურად, ხო? სანამ რაღაც არ გაჩნდება თავისუფალი სივრცეები, რომ შენ შეგიძლია არა მარტო ღმერთი და ანგელოზები გამოსახო, არამედ მოგვიანებით მეფეების მერე ფეოდალების მერე რეალისტური ხდება საკუთარ. ხო. გლეხები, თამაშები, ზეიმები და ასე შემდეგ ყველაფერი. უკვე ბრეიგელი პირველი რეალისტია, შეიძლება ასე ითქვას, პირველი სოციალისტია. უწოდებენ კიდევ სოციალისტ ბრეიგელს, პიტერ ბრეიგელს, იმიტომ რომ სოფლის ყოფა აქვს, ასე ვთქვათ, სახატვას. კი ბატონო. ხო, ეხლა რატომ ამას ნახეთ, მაგრამ გამოცდილება რა არის, რაც უნდა ვიცალოთ ამ სხვის შეცდომაზე აქედან დავიწყოთ, ხო? შეცდომა თუ არა არის, სხვის გამოცდილებაზე მოდი ესე დავარქვათ, ხო? რომ ამ პროცესის შედეგად უწევს კაცობრიობამ აღიაროს, რომ ადამიანები შეიძლება ფუნდამენტურ საკითხებზეც ვერ თანხმდებოდეს. მათ შორის ცებოდნენ კიდეც, ხო? და არ არსებობს ობიექტური შესაძლებლობა, ანუ ინსტრუმენტი, რომელთაც ვინმე შეიძლება დაადგინოს რა ხდება ადამიანის სულებში. ანუ როგორც მე დაწერენან იტყვიან, ხელისუფლებებს არ შეუძლიათ სარკმელები გაჭრან ადამიანის სულში და ჩაიხედონ შიგნით. ამიტომ რაღაც რაციონალური გზა უნდა ვიპოვოთ ახლა იმისთვის და იპოვა, ესე ვთქვათ, ეს გზა დიდი მსხვერპლის შედეგად თავის დროზე ევროპულმა ცივილიზაციამ, დასავლურმა ცივილიზაციამ, რომ ადამიანებმა თანაარსებობა და ერთმანეთის ატანა შეძლონ. ხო, მოდი ეს ვთქვათ, ხშირად როცა ამ ტოლერანტობაზე ვლაპარაკობთ, ეს ატანაა, ხო, სინამდვილეში აიტანა, ხო, ურთიერთატანა, ავიტანოთ ურთიერთგანცხოვებლები და თან ეს ყველაფერი მე გარდაიქმნას გარკვეულ სამართლებრივ გარანტიებად. იმიტომ რომ მხოლოდ ზეპირი შეთანხმებები ფაქტია არ მუშაობს. ხო, რაღაც გარანტორი უნდა გახდეს და მეფე უნდა გახდეს, მეფე რჩება მხოლოდ მისი თანამორწმუნეების მეფეთ, თუ მეფე უნდა იყოს სხვა რელიგიის ადამიანების მეფეც. ეხლა ჩვენს კონტექსტში, საქართველოს კონტექსტში და განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა საქართველო ყველაზე ძლიერი და დიდი იყო, რელიგიური ფაქტორები ესე წინ წამოწეული შეიძლება არ ყოფილა, იმიტომ როცა იმპერიას ქმნის მეფე, მისთვის არ არის პრინციპული საკითხი, რომ ყველა გაქრისტიანდეს, მაგრამ პირიქითაც სხვათა შორის, აი ოსმალეთს თუ გამოვაკლებთ და ვისაუბრებთ მაგალითად სპარსეთზე და ირანი სპარსეთი კიპრობს, მაგრამ აი ესეთ რომ მთელი მოსახლეობა აუცილებლად ქრისტიანი მოსახლეობა გახდეს მუსლიმი, აი ეგეთი რაღაც ესეთი კაცრი და ეს ვთქვათ მიმწოლი სპარსეთი არ ყოფილა, როგორც ოსმალეთი იყო მე მოგვიანებით, ხო? ოსმალეთს თავისთავად ეს ახასიათებდა. მოგეთ იმის თქმა მინდა რომ ზოგიერთ შემთხვევაში დიდი იმპერიები, ან სრულელები დიდი იმპერიების დიდ ყურადღებას აღმოსავლეთში ნაკლებად აქცევენ ადამიანების რელიგიას, ვიდრე დასავლეთში. ხო? და აი დასავლეთში სადაც უცებ აღმოჩნდა რომ მუსლიმი კი არ ყავს გასაქრისტიანებელი, არამედ უკვე ქრისტიანია ადამიანი, მაგრამ არ არის კათოლიკე და არის პროტესტანტი. ამ პირიქით არის პროტესტანტი მეფე და კათოლიკე ყავს ადამიანი. აი მათ აქვს ეს პრობლემა მოსაგვარებელი და თან თავარ კითხვაზე პასუხი გასაცემი. როგორ უნდა მაღიაროს პროტესტანტმა კათოლიკე მეფეთ, როცა მე მისთვის არ ვარ სწორი რელიგიის მატარებელი და პირიქით. როგორ უნდა აღიაროს კათოლიკე მოქალაქემ პროტესტანტი მეფე, როცა ის მეფე მისთვის არ არის მისი ღმერთისგან ძალაუფლება მინიჭებული. და აქ რაღაც ახალი არგუმენტი გვჭირდება ამისთვის. და ეს არგუმენტები ჩდება კიდევაც, იმიტომ რომ სწორედ ეს არის ის საკითხები, რომლებზეც იწყებენ ფიქრს და მსჯელობას ალბათ ევროპის იმ ჟამინდელი ყველაზე დიდი ფილოსოფოსები, როგორიც არის ბარუხ სპინოზა, განმსხვავების ფილოსოფოსი ბეილი და განსაკუთრებით უნდა ითქვას, რომელიც ანგლოსაქსონურ ტრადიციას ასე ვთქვათ, უდებს საფუძველს, ჯონ ლოკი. ჰობსი საუბრობს ამას, ჰობსისთვის რელიგიური საკითხი ცენტრალური არ არის. პირიქით, მე მგონი ხსნის რელიგიის თაგიც ამბობს, რომ ანუ იმას კი არ ლაპარაკობს, რომ მეფე იმიტომ ყავს, რომ რელიგიურად უნდა იყოს. არა, მან თავარი საკითხი მეფესთან მიმართებით არის, მაგრამ არა შიდა რელიგიურ დაპირისპირებებს. ხო, მე ვფიქრობ, რომ ეგ არის ერთგვარი პასუხი, იმიტომ რომ თუ კი საზოგადოებაში არსებობს ის კითხვა, რომელსაც ვცვამთ, მაშინ უნდა მოიძებნოს ახალი ახსნა, რატომ გჭირდება მეფე. ჩემი აზრით, ჰობსის ლევიათანი ეს არის ცენტრალური მისი წიგნი, ხო? რომელიც სახელმწიფოს ახლებურ გაგებას გულისხმობს, სოციალური კონტრაქტი სწორედ მას შემოაქვს, ხო? ჰობს შემოაქვს. ეს წიგნი იწყება შესავლით. ეს შესავალი ეხება იმას, თუ ვის აქვს საღვთო წერილის განმარტების უფლება.
რომის ეკლესიას თუ ინგლისის მეფეს. აი ეს არის მთავარი საკითხი. აი ეს არის რეფორმაციული საკითხი ამ შემთხვევაში. ამ საკითხს ეხება, მაგრამ შიდა რელიგიურ კონტექსტს ის ნაკლებად ეხება. ხო, ის ეხება სამოქალაქო ომის მდგომარეობას, რომელიც განპირობებულია რელიგიით, მაგრამ უმთავრესი მისი საზრუნავი არის სახელმწიფოს დაფუძნება და მისთვის ნებისმიერი ტიპის სახელმწიფო, ყველაზე ტირანული სახელმწიფო ჯობია ქაოტურ მდგომარეობას, ბუნებით მდგომარეობას, ანუ აი ყველას დაპირისპირებას ყველასთან, ხო. ოღონდ ჰობსი მაინც საბოლოო ჯამში სახელმწიფო ჰობსის სახელმწიფო მაინც არის მოკვდავი მეფე ლევიათანი. მაგას ნიშნავს. რატომ? იმიტომ რომ ის არის მსაჯული, ის არ შემოდის ადამიანსა და მეორე ადამიანს შორის კონტრაქტში. სახელმწიფოზე მე, თეორია რა არის, რომ მე ჩემი თავისუფლების ნაწილს ვდებ, შენი თავისუფლების ნაწილს ვდებ და ამ ორივე თავისუფლებას გადავცემთ სახელმწიფოს. ეს არის სახელმწიფოს ხელში. შეთანხმება ბედნიერებაზე, რაღაც მშვიდობაზე და ამ შემდეგ. იმის სახელმწიფოს ამით ვაძლევ მე კეთს, ბორკილებს და კანონს, რომლითაც მას შეუძლია დამხატოს. ესე გასულია ამ კონტრაქტიდან. ეს არის მსაჯული, ფაქტობრივად მოკვდავი ღმერთი. ბექარა სამბობ მე მგონი ვერ გაუგეთერთ მაინც და ვეცდები ახსნა რას გულისხმობ, რომ ამას იმიტომ აკეთებს ჰობსი, რომ აღარ არის საკმარისი არგუმენტი საზოგადოებისთვის, რომ მეფე ღმერთის მიერ არის მოვლენილი და ამიტომ ემორჩილებს. მეფეთა საღვთო უფლებას ფაქტობრივად ჰობსი აღარ არის. ამიტომ მას ჭირდება, მეფეებს ჭირდებათ ახალი არგუმენტი, რატომ უნდა დაემორჩილოს ხალხი. აი სოციალური კონტრაქტი. ამ არგუმენტად აღარ არის მოხსენებული ხელდასმა, მეთანათესაობა, არამედ სხვა, იმიტომ რომ ყველა ადამიანს განუჩნევად მათი რელიგიისა ფაქტობრივად ამ თემას არ ეხება, მქონდეს ახსნა რატო ემორჩილება მეფეს. ოღონდ აქ რელიგიურ ტოლერანტობას მაინც ვერ ხვდებით, იმიტომ რომ ამაზე არ ლაპარაკობთ. პირველად ვინც ეხება, ოღონდ იგივე თეორიაში, იგივე თეორიულ ჩარჩოში, როდესაც სოციალურ კონტრაქტია, ხო? შეთანხმებაზე ლაპარაკი ეხება ამ საკითხს ჯონ ლოკი. ოღონდ ეს მოგვიანებითი პერიოდი. ოღონდ ჯონ ლოკისთვის განსხვავებით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სეკულარიზმის ლოკისეული გაგებისთვისაც, ჯონ ლოკისთვის არსებობს ღვთივბოძებული თავისუფლებები. სამი თავისუფლება. ფუნდამენტურ უფლებებს ასაც უწოდებს. ეს არის სიცოცხლე, თავისუფლება, ხო, და ეს არის თავისუფლება, ანუ რელიგიის და გამოხატვის გადაადგილების თავისუფლება. ეს არის რითაც ადამიანი იბადება და ამიტომ ადამიანს შეუძლია საღი აზრის საფუძველზე აი ამ უფლებების გათვალისწინებით შექმნას ნორმალური საზოგადოება, სადაც ომი არ იქნება. ლოკისთვის სახელმწიფო ზედმეტია სრულიად. მაინც ოღონდ გამოცდილებიდან გამომდინარე, ლოკი ამბობს, რომ სახელმწიფო მაინც უკეთესია რომ არსებობდეს, იმიტომ რომ ეს მესამე პირი, ოღონდ არა მსაჯულის სახით, არამედ გარანტორის სახით, რომელიც აღასრულებს კანონს, მაინც საჭიროა და სახელმწიფო შემოყავს აი ამ კონტრაქტში. ჰობსისგან განსხვავებით. ამიტომ სახელმწიფო უკვე მოკვდავი მეფე კი არ არის, მოკვდავი ღმერთი კი არ არის, არამედ ჩვეულებრივი სუბიექტია, ასე ვთქვათ, ამ შეთანხმების. და ამიტომაც მე შემიძლია მის წინააღმდეგ გამოვიყენო ძალა, თუ კი ის აუჯანყდება ამ ჩვენს შეთანხმებას. კი, ანუ განსხვავება ესე რომ თუ ხეშად არის, რომ ლოკთან არის, რომ ჩვენი შეთანხმების შედეგია სახელმწიფო და მეორე შემთხვევაში არსებობს ძალაუფლების მატარებელი, რომელსაც უნდა დაუთმოთ ჩვენი უფლებების ნაწილი, რომ ჩვენ იმაზე უკეთ ვიცხოვროთ, ვიდრე მის გარეშე ვიცხოვროთ. და რელიგიური ველი სად არის? ახლა რელიგიური ველი თვითონ ის კონტექსტია, რომელშიც ლოკი ამას წერს, იმიტომ რომ ეს არის დაპირისპირება ფაქტობრივად კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის ინგლისში ეს გაუთავებელი ომი, რომელიც უნდა გადაწყდეს, ხო, რაღაცნაირად უნდა გადაწყდეს. აქ არის ლაპარაკი მეფის ხელისუფლების შეზღუდვაზე, იმიტომ რომ მეფე ამბობს, რომ მე უნდა ავიღო გადასახადები და მე უნდა დავაწესო ეს გადასახადები, პარლამენტი ამბობს პირიქით და აი ამ კონტექსტში ლოკი საუბრობს იმაზე, რომ მართველი უნდა იყოს არა სეკულარული, არამედ ნეიტრალური. რელიგიურობის. იმას არ ნიშნავს, რომ მას არ უნდა ქონდეს თავისი რელიგია, მაგრამ მან არ უნდა მიიღოს ისეთი ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც სხვა რელიგიის მქონე პირს დააზიანებს აი ამ სამი ფუნდამენტური მაგას დღევანდელ ენაზე ლიბერალური სეკულარიზმი უწოდებენ. რა თქმა უნდა, ეს არის რბილი ლიბერალური სეკულარიზმი, რომელიც გულისხმობს დაახლოებით იგივეს, რასაც თავის დროზე ნეტარი ავგუსტინე ამბობდა, ოღონდ ლიბერალურ კონტექსტში უფლებრივი კონტექსტი შემოაქვს, ხო? როცა ნეტარი ავგუსტინე მაგით დავიწყოთ ლაპარაკი, რომ ეს სეკულარულობა გულისხმობს იმას, რომ ყველა თანასწორი ვართ მეორედ მოსვლამდე. სანამ ქრისტიანებს გამოარჩევს ღმერთი ამ ავგუსტინეს ნეტარის მიხედვით, ხო? აი ეს უკვე სეკულარული გაგებაა, ასე ვთქვათ, სივრცისა, თუმცა თვითონ რაც საინტერესოა ძალიან, ბოლომდე სეკულარული არ იყო ლოკი იმ გაგებით, რომ მას მიაჩნდა, რომ
ათეისტებს არ აქვთ არსებობის უფლება, იმიტომ რომ სიოცხლის და უფლებები, აი საკუთრების და თავისუფლების წყარო ღმერთია და ეს ღმერთი არის მთლიანობა, რომელიც ქმნის ფაქტობრივად ამ სასიცოცხლო სივრცეს, ფაქტობრივად ამ ყოფობას შემოყავდა ამ თვალსაზრისით ღმერთი და ამიტომაც მიიჩნევდა, რომ ათეისტები უნდა დაისაჯონ სიკვდილით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემდეგ გადაილახა და რელიგიურობა გახდა არჩევანის სფერო. აი შეიძლება ითქვას, რომ მოდერნის და შუა საუკუნეების ან აღორძინების ეპოქის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ რელიგიურობა ხდება არჩევანის სფერო. რელიგიური იქნები თუ არ იქნები, ეს უკვე არის დამოკიდებული შენს არჩევანზე და აი ამ გაგებით სეკულარულობას ამ გაგებით სეკულარულობა არის სეკულარიზმის ერთ-ერთი მთავარი თეორია, ერთ-ერთი მთავარი ახლა, იმიტომ რომ მეორე სეკულარიზმის თეორია, სეკულარიზმის მეორე თეორია უფრო სწორედ ასე შეიძლება ითქვას, ყველაზე გაბატონებული. გულისხმობს არა იმას, რომ რელიგიურობა არჩევანის სფერო ხდება და ეს არის მოდერნი, არამედ გულისხმობს იმას, რომ კაცობრიობა ვითარდება სტადიარული გზით უწყვეტი პროგრესისკენ, ხო? და ამიტომაც მას გონება წარმართავს როგორც ჰეგელთან, შემდეგ მას წარმართავს რაღაც კლასობრივი დაპირისპირება და ეკონომიკური ინტერესები და დეტერმინანტი ეკონომიკა არის, შემდეგ დიურქეიმთან მას წარმართავს შრომის გადანაწილება, იქ რაღაცა დაპირისპირება აგრარულ და აგრარულ და ურბანულ საზოგადოებასთან, ხო? და აი ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ კაცობრიობა უწყვეტად მიემართება პროგრესისკენ, სადაც რელიგიის ადგილი აღარ არის. აი მარქსი ამბობს, რომ რელიგია უნდა გაუქმდეს, იმიტომ რომ ეს არის სრულცნობიერება, როგორც იდეოლოგიები, როგორც აი კონსერვატიზმი, მაგალითად, ან ლიბერალიზმი, ეს არის ბურჟუაზიული ან ნაციონალიზმი. მარქსი ამბობს, რომ უნდა გაუქმდეს ოჯახი, უნდა გაუქმდეს ეს რა ქვია, ეროვნება, საბოლოო ჯამში საკუთრება. ყველაფერი რაც უშლის ხელს პროლეტარიატის განვითარებას. ერთადერთი მაიდენტიფიცირებელი, გამაერთიანებელი ღერძი უნდა იყოს საკუთარი თავის საქმე, როგორც პროლეტარისა. აი პროლეტარებო შეერთეთ ყველა ქვეყნისა, ხო? და აქ რელიგიის ადგილი არ არის და კაცობრიობა აუცილებლად მივა აი ამ მარქსის მიხედვით. აი ამ წერტილამდე, როდესაც ისევე როგორც აი ჰეგელის მიხედვით, აი ოღონდ ჰეგელი თვლიდა, რომ ეს ძველი რიტუალური რელიგიები ჩამოცილდება კაცობრიობას და დარჩება რელიგიების სუფთა, გონებისმიერი ფორმები, თუ შეიძლება ასე ითქვას, და მარქსის მიხედვით საერთოდ რელიგიები აღარ იარსებებს, იქნება მხოლოდ რომ იდეის ამ ნაწილმა, როგორც ექსპერიმენტმა, სასტიკი მარცხი განიცადა. მარცხის განიცადა, მაგრამ გავრცელებული სოციოლოგიური თეორიები ძირითადად მაინც ამ სტადიარულ გაგებას ეფუძნება სეკულარიზმის, იმიტომ რომ ბევრს მიაჩნდა, რომ სეკულარულობა, საზოგადოების სეკულარულობა არის გარდაუვალი კაცობრიობის განვითარებისთვის. შეიძლება ისინი მარქსისტები არ იყვნენ, შეიძლება არ იზიარებდნენ სოციალიზმის და კომუნიზმის უტოპიურ თეორიებს, მაგრამ მე-20 საუკუნეშიც ბევრს მიაჩნდა, რომ გარდაუვალია საზოგადოების სეკულარიზაცია, რაც აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. აი მაგალითად პიტერ ბერგერმა იმ სეკულარიზმის ერთ-ერთმა მთავარმა თეორეტიკოსმა თვითონვე უარყო საკუთარი სეკულარიზაციის თეორია და თქვა, რომ ჩვენ შევდივართ დესეკულარიზებულ ერაში, ანუ სადაც რელიგია ფაქტობრივად უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას საზოგადოებაში და ნუ აქ შეგვიძლია ვილაპარაკოთ უკვე ამ სეკულარულობის სხვადასხვა გაგებაზე. კი, ოღონდ მანამდე სანამ აქ მივალთ ერთი საკითხი მე მგონი არის საინტერესო, მინდა შევეხო აი მე-19 საუკუნის საქართველოსაც, იმიტომ რომ წინა შეხვედრაზეც, წინა პოდკასტზეც ამ თემებს შევეხეთ და როგორ ესმის თქვათ იგივე ილია ჭავჭავაძეს რელიგიის საკითხი და მოქალაქეობის საკითხი, რამდენად კავშირშია, როგორ ცვლის ამიდგომას ესე ვთქვათ პასკევიჩის მიერ ესე ვთქვათ ნაწარმოები ომების დროს თურქეთსა და ოსმალეთსა და რუსეთს შორის გაკეთებული შეთანხმების შინაარს, რომლის მიხედვითაც მუსლიმი ნიშნავს თურქს და ესე ვთქვათ ქრისტიანი ნიშნავს რუსეთის იმპერიის ნაწილს, ну ეს ძირითადად როგორც ფრანგი კათოლიკეს. ხო, როგორც ფრანგი კათოლიკეს ჩვენთანაც იყო ეგ, ხო, გავრცელებული მე ქუთაისიდან ვარ და ფრანგების ეკლესიას ეძახდნენ. ქართველებს ოღონდ კათოლიკე ხო, ანუ საუბარი არის, ავის ფალიაშვილების და ოცხელების და ამ შესანიშნავი ქართველებზე, ხო? და ასევე მინდა შევეხო მიხეილ ჯავახიშვილს აქვს ერთი ძალიან კარგი წერილი 1906 წელს არის, თუ 5 წელს 6 წელს როგორც მახსოვს, გაზეთ გლეხში გამოქვეყნებული, გლეხის წერილი ესე ქვია. სადაც სწორედ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზე წერს, ამას ეძღვნება სახელმწიფოს წერილი. ნუ იქ არის გულისწუხილი გამოთქმული ეკლესიაში არსებული მდგომარეობის შესახებ მაშინ და რაღაცით ეს იმის აღწერა, რაც შენი საუბრე, ეხან და თქვი, რომ
ან მეც ვთქვი პირველი ქრისტიანი როგორ უნდა იყოს იმის საწინააღმდეგო რატოა რაღაცები, მათ შორის რაც სიმდიდრე, მომხეჭველობა, საუბარი რომ დიდრული კარეტებით დადიან და ეტლებით სასულიერო ჯიპები შეიძლება გაგახსენდეს გარკვეულწილად. ძალიან დიდი ფულის დახარჯვა ეკლესიის მშენებლობებში და სინამდვილეში პრობლემა ადამიანების დონეზე, ან რწმენის დონეზე. და აქ ის საუბრობს რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი არის სახელმწიფოს და ეკლესიის ერთგვარი თანამშრომლობა და შერწყმა ერთმანეთში და ის ამბობს რომ რას ვთხოვულობთ ჩვენ ესეთ სიტყვებით იწყებს ჩვენ ვთხოვულობთ ეკლესიის და სახელმწიფოს განცალკავებას ეკლესია მიხედოს საკუთარ საქმეს სახელმწიფო მიხედოს საკუთარ საქმეს და ისინი არ ჩაერინონ ერთმანეთის საქმეებში და ეს იმდენად არის საინტერესო რომ რაღაც 1918-21 წლებში როდესაც ნაბიჯები გადაიდგა პირველ რესპუბლიკის ჩამოყალიბებასთან ერთად საქართველოში რომ დამიჯუნული ყოფილიყო სახელმწიფოს და ეკლესიის როლი ამას ხშირად მიაწერენ ხო რომ ეს მენშევიკების იდეა იყო თუმცა მენშევიკობას ვერავინ დააბრალებს მიხეილ ჯავახიშვილს და მინდა ვთქვა რომ ეს იდეები თქვა ილია ჭავჭავაძის რამოდენიმე წერილი ხო შეგვიძლია ახმადიანთა გაქრისტიანება ოსმალო საქართველო და ისევე როგორც ეს წერილი რომელიც ვახსენე ქმნის დისკუსიას საზოგადოებაში და ამზადებს ერთგვარ ნიადაგს როგორი უნდა იყოს თუნდაც ქრისტიანულად ან სამართლებრივად სწორი ურთიერთობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის და ამას ერთგვარად ეხმიანება ასევე უნდა ვთქვა რომ ინიციატივა რომელიც ბოლო პერიოდში მოვისმინეთ რომ ხომ უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა დაპირება იყო ერთგვარი რომელიც თავად საპატრიარქომას თქვა რომ არა ეს არ არის სწორი გზა და არსებობს ურთიერთობის უფრო ცივილიზებული ფორმები. კი ბატონო ძალიან კარგი საკითხია ამაზე აუცილებლად უნდა გველაპარაკოთ ქართულ კონტექსტში ჩვენი მათ შორის ხო ჩვენი ტრადიცია ფაქტობრივად შუა საუკუნეობრივია ვთქვათ ეკლესიისა და სამეფოს სიმფონიური გაგება, ბიზანტიური გაგება, მაგრამ რუსეთი ცვლის ამ ტრადიციას რატომ? იმიტომ რომ როდესაც რუსეთი ახდენს საქართველოს ანექსიას, მიუხედავად იმისა, რომ 1802 წლის 2 მაისს თბილისში ასე ვთქვათ, მთელი არმია შემოდის რუსეთის მოხელებისა და წინ მოუძღვით მათ წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც რუსეთთან ბრუნდება და ეკლესია ასე ვთქვათ, ზარზე იმით ხვდება, ამას მიუხედავად ამისა, რუსეთის ეკლესია 1811 წელს რუსეთის სახელმწიფო აუქმებს საქართველოს 1500 წლიან ავტოკეფალურ ეკლესიას და მას აქცევს აღმოსავლეთ, ესე იგი, თბილისის საეკლესიო კანტორად. ესე იგი, რუსეთში ეკლესია მთლიანად იყო დაქვემდებარებული იმპერატორის ხელისუფლებას პეტრე პირველის დროიდან, იმიტომ რომ მანამდე მუდმივ დაპირისპირებაში იყო, აი თუნდაც აი ივანე მრისხანეს დროს ეკლესია უპირისპირდებოდა სამეფო ხელისუფლებას, ტირანიას ხშირად და რა თქმა უნდა, პეტრე პირველის სურვილი იყო ეკლესიის დაქვემდებარება, ოღონდ მან ამისთვის აიღო ჩრდილოევროპული მოდელი, შვედური მოდელი სახელმწიფო ეკლესიისა და ესეთი გამოთქმა არსებობს ჩერნომირდინი იყენებდა პრემიერ-მინისტრი თავის ძოზე ხაწელიკა პალუჩილას კაქსიგდა, ესე იგი უკეთესი გვინდოდა, მაგრამ როგორც ყოველს გამოდის რუსეთს, ხო, ყველაფერში. ამიტომაც აი ამ ესე იგი სახურებითი ეკლესიის გაგების მოდელიდან, შვედური მოდელიდან მივიღეთ ტირანული დაქვემდებარება ეკლესიისა, რომელსაც შემდეგ რუსები თვითონ უწოდებენ კაზიონნი ეკლესიას, ანუ სახელმწიფო ეკლესიას ერთი სიტყვით, სადაც სასულიერო პირები, ჩვეულებრივი ჩინოვნიკები არიან ხელისუფლებისა და ისინი ისმენენ აღსარებებს და შემდეგ აბარებენ საიდუმლო სამსახურებს, სამახსარებების შინაარსს. აი, მიხეილ ჯავახიშვილი წერს ამის შესახებ. ხო, ეს არის რა თქმა უნდა, ეს არის აი ნეგატიური სეკულარიზაცია ეკლესიისა, სახელმწიფო ინტერესებს და სახელმწიფო მოდელს მთლიანად დაქვემდებარებული და ამ მოდელში ჩაშენებული ეკლესიურობა. ერთი მხრივ, მეორე მხრივ, ასევე იწყება ეკლესიის რუსეთის იმპერიის შემოსვლის მერე იწყება ეკლესიის სეკულარიზაცია. სეკულარიზაცია ეკონომიკური გაგებით. რას ნიშნავს ეს სეკულარიზაცია? ართმევენ მიწებს, ართმევენ შემოსავლის წყაროებს. გადაყავთ ისინი ხელფასებზე. ფაქტობრივად როგორც გითხარით, ჩინოვნიკებად აქცევენ. ანუ ეს არის ყველაზე დიდი პროცესი კომუნისტებამდე ეკლესიის სეკულარიზაციისა და აი ასეთი ტიპის სახელმწიფოშიც კი იმის გამო რომ ეს სახელმწიფო მაინც ასე თუ ისე ვესტერნიზაციას ექვემდებარება სწორედ ამ პეტრე პირველის დროიდან და მიიწევს რაღაცნაირად დასავლური იმპერიებისკენ, ამ დასავლური იმპერიების ოჯახში ხო, მანამდე თუ ცარი ერქვა, მეფე ერქვა, მე იმპერატორი ხო. აი ამ დასავლური იმპერიების ოჯახში სრულყოფნა, მაინც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ბოლოდან მაინც შემოდის რაღაც ელემენტები ტოლერანტობის და ასევე რელიგიის თავისუფლებისა. როდესაც ბერლინის ზავი გაფორმდება თურქეთსა და ოტომანთა იმპერიასა და რუსეთს შორის, ხო, ოსმალეთს შორის
1878 წელს, ხო? აი ამ ზავის შედეგად აჭარა გადმოდის რუსეთის იმპერიის ნაწილი ხდება, ანუ უბრუნდება ისტორიულ საქართველოს, ხო სწორია? და აქ დგება საკითხი, როგორ მოვექცეთ მუსლიმ ეთნიკურ ქართველებს, ხო? და ილია ჭავჭავაძე, თერგდალეულები მთლიანად, სერგი მესხი, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე ერთხმად დგებიან მუსლიმთა რელიგიის თავისუფლების დასაცავად. აი ახსენე უკვე მაჰმადიანთა სამუსლიმო საქართველო, მთელი ციკლი აქვს ილია ჭავჭავაძეს წერილების, რომელიც ნაწილი არის გამოქვეყნებული ივერიაში, ნაწილი მოამბეში, სადაც საუბრობს იმის თაობაზე, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაცული ადამიანის რელიგიის ესე იგი აღსარებლობის და სინდისის თავისუფლება. პირველ წერილს პირდაპირ იწყებს იმის განსაზღვრით, თუ რას ნიშნავს ერი, ერად ყოფნა. ეს არის ლიბერალური კონცეფცია ერის, აი ნაციონალიზმის ლიბერალური კონცეფცია, შეგვიძლია ასე დავარქვათ, ევროპაში ჩამოყალიბებული და გაბატონებული გაგება ეროვნულობისა, რომელიც რაღაცა თვალსაზრისით რეფორმაციისა და განმავლობის წინა შეხვედრაზე წინა პოდკასტშიც გქონდა ამაზე საუბარი. რას ამბობს ესე იგი ილია ჭავჭავაძე? არა იმდენად ერთობა ენისა და ერთობა სარწმუნოებისა, ერთობა გვარტომობის, ანუ ეთნიკური ერთობა, რამდენად ერთობა ისტორიისა, საერთო ისტორიულ ჯაჭვში ყოფნა, თანაყოფნა, ხო? საერთო საქმის კეთება ერს ქმნის ერად. აი ეს გაგება ერისა უდევს საფუძვლად თანამედროვე გაგებას, ჩვენს გაგებასაც, მათ შორის კონსტიტუციურ გაგებას იმისა თუ ვინა ვართ, ჩვენ ქართველები, რომ ჩვენ ვერთიანდებით არა ეთნიკური, არა რელიგიური, არა ენობრივი ნიშნით, არამედ სამოქალაქო გაგების დამოუკიდებლობის აქტში 1913 წელს ესე წერია, ხო? სუვერენ კი ბატონო. საქართველოს ხალხი. კი ბატონო, ეს არის სუვერენულობის საფუძველი. მეორე მხრივ ილია ჭავჭავაძე ასევე საუბრობს რელიგიის თავისუფლების აუცილებლობაზე. აი ასეთ რამეს ამბობს ის, რომ ვისაც რომელ ეკლესიაში და რომელ ტაძარში სურს თუ სინაგოგაში თუ მეჩეთში სიარული უნდა იაროს. თავარია ის იყოს, ხო, ვისი რა საქმეა, როგორც ქრისტე ამბობსო, ამასო. თავარია ის იყოს ერთგული ქვეყნისა, ერთგული ერისა და სიკეთის მკეთებელი საზოგადოებაში სიკეთის მცესველი, ხო? ასევე საუბრობს იმაზე, რომ მოძველებული და ბნელი, აი ამ სიტყვას იყენებს ილია ჭავჭავაძე, გაგება ერისა, როცა ერი დგებოდა სარწმუნოების გარშემო. ეს მართლაც ესე იყო შუა საუკუნეებში, ხომ რა იყო მთავარი მაიდენტიფიცირებელი, ხო, ადამიანის იდენტობის მთავარი საფუძველი იყო რომელი მეფის ან რომელი ასე ვთქვათ ფეოდალის ქვეშევრდომია და რომელი აღსარებლობის მიმდევარი. არა მოქალაქეობა, იმიტომ რომ მოქალაქეობა მარგინალური სფერო იყო, ხო, ეს ვაჭრობის და ასე შემდეგ. არამედ აი ეს ორი რამ, ქვეშევრდომი და მრევლი. აი ეს ორი იყო მთავარი. თუ ვისი მრევლი ხარ, ვისი ქვეშევრდომი ხარ. აი აქ მოდერნულ საზოგადოებაში მოდერნიზაცია ევროპული მოვლენაა და მის ასე ვთქვათ საკვანძო წერტილად საფრანგეთის რევოლუცია მიაჩნია, თუმცა საფრანგეთის რევოლუციის მიღმა თქოს ანგლო-საქსონური მოდერნიზაციაც არსებობს ამ გაგებით. ამ გაგებით ეს ერი გულისხმობს იმას, რომ ასეთი ტიპის საზოგადოებაში ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება. ამ გაგებით ესეც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რა თქმა უნდა, სეკულარიზმის გამოვლინებად და ალბათ ყველაზე უფრო პოპულარული ინტერპრეტაცია სეკულარიზმისა ის ინტერპრეტაცია, რომელიც მოდერნულ საზოგადოებაში მას მიენიჭა, როცა ყველა ადამიანს აქვს არჩევანის თავისუფლება. იმ არჩევანის, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს ათეიზმის, ან სარწმუნოების, კათოლიციზმის, ან მართლმადიდებლობის, ქრისტიანობის, ან ისლამის არჩევანს და ასე შემდეგ. კი ბატონო. მე აქვე ვიტყვი, რომ 1930 წლის კონსტიტუციაც ცალკე თავს უთმობდა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობას, ის აცხადებდა წმენისა და ამსაებლობის სულ თავისუფლებას და ამავდროულად გარკვეულ დათქმებს აკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო თვითმმართველობის ხარჯებიდან, ფინანსებიდან იყო აკრძალული რელიგიურ საქმეთა დაფინანსება და ამას სრულად მიანდობდა საზოგადოებას და რელიგიურ ორგანიზაციებს. ესეც, ესე ვთქვათ, ერთგვარი ის არის ხო, ურთიერთობის ფორმა, როდესაც არანაირად არ მონაწილეობდა არც ვერევი, იმიტომ რომ თავად სახელმწიფო არის ყველასი, მათ შორის განსხვავებული რელიგიური შეხედულებების მქონე ადამიანების ერთობა, ხო, ესეთი გაგება. ნუ ჩვენ დროში შეზღუდულები ვართ ცოტათი ამ საინტერესო საუბრისთვის და ალბათ კიდე მოგვეცემა სხვა დროს უფრო მეტად ამის გაგრძელების შესაძლებლობა, თუმცა აქვე იმასაც ვიტყვი, რომ დღევანდელი კონსტიტუციითაც 2002 წლამდე რედაქციით და 2002 წლის შემდგომ არსებული რედაქციითაც საქართველოს აცხადებს წმენისა და ამსაებლობის სულ თავისუფლებას, თუმცა ამავდროულად ხაზგასმულია კონსტიტუციაში საქართველოს
საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს წარსულში, ისტორიაში, თუმცა მიუხედავად ამისა, დღეს ყველა ადამიანი, ყველა მოქალაქე ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, რომელიც უზენაეს კანონად მიიჩნევა და მის უზენაესობის იდეაში ვეღარ მოასწარეთ საუბარი, მაგრამ ნასესხებია ერთგვარად იმ პერიოდიდან, როდესაც არსებობდა უზენაესი ტექსტი ბიბლია და უზენაესი ძალაუფლების მატარებელი მეფე, ეხლა ხალხი არის უზენაესი ძალაუფლების მატარებელი და კონსტიტუცია როგორც ტექსტი, ხო? და აქვე მინდა მადლობა გითხრა ამ საინტერესო საუბრისთვის. რაღაც ესე კიდე დავჭავი მგონი სასაუბრო ამ თემაზე და სხვა დროს ვუბრუნდეთ. საბასთან ერთად, საბამ ძალიან ბევრი დაკარგა დღეს ჩვენთან ერთად რო არ იყო, მაგრამ მქონდა ობიექტური მიზეზები და ეხლა ცოტა ღვინოსას დავუბრუნდეთ, მე მგონი. რა სიტყოდია ბა ამ ღვინოზე რომ მითხრა, რა არომატები თუ შეგიძლია, აბა შენ რა გაგახსენა, რა ხილები გაგახსენა? ვაშლი ალბათ პირველ ყოვლისა. ხალხსაც ვიტყოდი მე, ციფრის ხალით. მე ალბათ უფრო ვაშლს მივანიჭებდი. არ ვაშლს არ გეთახმები. გარშემო იქნება ვაშლის ხეივანი. და სადღაც აი გორი ატენის მიდამოებიდან იქნება ეს ღვინო სავარაუდოდ. ხო, მეც ჩემთვის რაღაც მწიფე მსხალიც არის. მაგრამ შესანიშნავია, ცოტა ვიტყოდი წიფე ყვითელი ატამიც, ესე ვიტყოდი. მე ძალიან მომეწონა 10 ქული და რამდენს დაუწერდი შენი? 10 ქულიდან დაუწერდი 10. 10. 11-ად შეიძლება დაუწერდი. 11 შეიძლება დაუწერდი. შესანიშნავია. გავგმარჯოს. დავუმარჯოს. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. განვითარებას უსურვებ ამ საქმეს. იმ ადამიანს მის წარმოებას. ეს არის მის ბიზნესს, ასე ვთქვათ. მეღვინე, რომელსაც ხალხი შეიძლება სხვა საქმიდან იცნობს. ნიკა ვაჩეიშვილი. რას მეუბნები? აი ზუსტად ამოვიცანე. თითქმის ყველაფერი გავაიცე. კი, მისი კოშკების ჩინური, ესე ქვია ამ ღვინოს. 7 წლის ღვინოა. და ძალიან საინტერესოა. ხო, აი 11 ქულა არ მიმინიჭებია შემთხვევით. ნიკას ღვინოა. გავუმარჯოს ნიკასაც და კი, ნიკასაც და ყველა კარგი საქმის საქმიანობასაც, მის მეღვინეობასაც. დამყენებელს და შემოქმედს. მოგეთ მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა ვინც გვიყურეთ. იმედია დღევანდელი პოდკასტი თქვენთვისაც საინტერესო იყო. ბევრი რაღაც ახალი გაიგეთ. ან რაც იცოდით გადაიმეორეთ და შეგახსენებთ რომ ჩვენი ყურება, ჩვენი პოდკასტის ყურება ყოველ პარასკევს საღამოს 22 საათზე შეგიძლიათ YouTube არხზე მისმინე.